როდესაც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, მას მთელ მსოფლიოში ეშინოდათ როგორც დედამიწაზე მეორე ყველაზე ძლიერი არმიისა, რომელიც სამხედრო ძალით მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩებოდა. იგი უნდა ყოფილიყო დაუძლეველი ძალა, დაუნდობელი და სასტიკად ეფექტური მანქანა, რომელიც გზაზე ყველა წინააღმდეგობას გადაუარებდა და გაანადგურებდა. მაგრამ უკრაინაში რუსეთის რეპუტაცია მთლიანად დაინგრა. მისი თითქოს და ყოვლის შემძლე სამხედრო ძალა არა მხოლოდ ვერ მიაღწია მიზნებს, არამედ წარმოუდგენელი დანაკარგებიც განიცადა. მაშინაც კი მისი ყველაზე ელიტური დანაყოფები განადგურდა, რის გამოც კრემლის დამცირებულ მეთაურებს უწევთ ცუდად მოუმზადებელ და სრულიად უმოტივაციო ჯარისკაცებზე დაყრდნობა, ხოლოდ იმისთვის, რომ ფრონტის ხაზზე კონტროლის ილუზია შეინარჩუნოს. აი ასე დაეცა ეგრეთ წოდებული მეორე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. უკრაინასთან ომის განმავლობაში მან განიცადა უპრეცედენტო დანაკარგები, ისეთი მასშტაბით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებები წყაროების მიხედვით განსხვავდება, უმეტესობა თანხმდება, რომ დაახლოებით 1,3 მილიონი რუსი ჯარისკაცი ან მოკლულია, ან დაჭრილია. არც ერთი არმია ვერ გაუძლებს ასეთ დანაკარგებს, მათ შორის რუსული არმიაც კი. და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა 153 მილიონს აჭარბებს, გარდა ამისა, მოულოდნელად ეფექტური რეკრუტირების კამპანიების წყალობით, კრემლს ყოველთვე 10,000-ობით ახალი ჯარისკაცის დამატება შეუძლია თავის რიგებში. მუდმივად დანაკარგებმა სერიოზული ზიანი მიაყენა სამხედრო ძალას და მის სტრუქტურას. როდესაც 100,000 ჯარისკაცი ან კუბოში გააცილეს სახლში, ან მძიმე სიცოცხლისთვის დამანგრეველი ტრავმები მიიღეს, რის გამოც ბრძოლისთვის უვარგისნი გახდნენ, რუსეთის მეთაურებს რეგულარულად უწევდათ თავიანთი დანაყოფების თავიდან ჩამოყალიბება. ზოგიერთი ბრიგადა რამდენჯერმეც კი მოუწიათ თავიდან გადაკეთება. და როდესაც დანაკარგების რაოდენობა გაიზარდა, რუსეთმა გააცნობიერა, რომ საკმარისი ქვეითი არ ყავდა, რათა ფრონტის ხაზზე ოპერაციები გაეგრძელებინა და შეენარჩუნებინა. ამიტომაც მან მიმართა მკაცრ ზომებს და ელიტური ჯარები ჩასვა მოტორიზებულ ქვეითთა დანაყოფებში. მოულოდნელად რუსეთის არმიის ყველაზე კარგად მომზადებული და გამოცდილი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე შეტევებში გამოჩნდნენ. ეს მოიცავს რუსეთის სააეროსადესანტო ძალებს, ვდუოს პარაშუტისტებს, სპეციალური დანიშნულების ჯარისკაცებს, სპეცნაზს და რუსეთის საზღვაო ქვეითებს. ეს ელიტური ჯარები ჩვეულებრივ სპეციალური მისიებისთვის ინახება, რომლებიც მათ უნიკალურ უნარებს შეესაბამება. ისინი არ არიან მიჩვეულები, რომ მათ როგორც საზარბაზნე ხორცს ექცევიან და წინახაზე შეტევებში აგდებენ სათანადო აღჭურვილობისა და ჯავშნის გარეშე. შედეგად, მიუხედავად მათი მთელი მომზადებისა და გამოცდილებისა, ამ სამივე სპეციალური დანაყოფი მას შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურდა. მაგალითად, ვდო მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო სადესანტო ძალად მსოფლიოში. მისი ჯარისკაცები ხშირად არიან რუსეთის სამხედრო მარკეტინგის, პროპაგანდისტული ვიდეოებისა და რეკრუტირების კამპანიების მთავარი სახეები. და უკრაინაში ომამდე მათ წარმატებების შთამბეჭდავი ისტორია ჰქონდათ დაგროვებული. მათ მუშაობდნენ ჩეჩნეთში, საქართველოში თუ სირიაში, ამ საშიშმა დესანტებმა ყოველთვის შეასრულეს დავალება. მათ ჩვეულებრივ აგზავნიდნენ მოწინავე პოზიციებზე ან მტრის ხაზებს მიღმა, რათა ჩაეტარებინათ მოვრებინათ მოულოდნელი შეტევები, დაეკავებინათ სტრატეგიული ობიექტები და დაერღვიათ მტრის მომარაგების ხაზები, რაც გზას უხსნიდა უფრო დიდ ძალებს შემდგომი მოქმედებისთვის. ზუსტად ასე მოხდა მაგალითად გროზნოს მეორე ბრძოლაში, ან სამხრეთ ოსეთის დაკავებისას. ამიტომაც სრულიად ლოგიკური იყო, რომ რუსეთმა სცადა ვდუის გამოყენება ანალოგიურად უკრაინასთან ომის საწყის ეტაპებზე. მართლა, კონფლიქტის პირველ დღეებში გაჩნდა ცნობები, რომ რუსი დესანტები კიევის ჰოსტომელის აეროპორტში განათავსეს. სავარაუდოდ მათი მისია იყო აეროპორტის კონტროლის აღება, რათა შეეზღუდათ უკრაინის შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაეწია კრემლის შეჭრისთვის ჰაერში. სამწუხაროდ მათთვის ეს მისია გეგმას არ დაემთხვა და სინამდვილეში უკრაინელებისთვის გახდა მნიშვნელოვანი მორალის ამამაღლებელი გარდამტეხი მომენტი, არა რუსებისთვის. რადგან უკრაინამ წინასწარ იცოდა, რომ კრემლის დესანტები მიზნად აირჩევდნენ ჰოსტომელს, რომელიც დედაქალაქ კიევიდან 10 კილომეტრზე, ანუ 6 მილზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. ასე რომ, როდესაც დესანტები დაეშნენ, უკრაინელი ჯარები მათ ელოდებოდნენ. ჩასაფრებაში მოყოლილი და ყველა მხრიდან ალყაში მოქცეული VDV-მ 100-ობით ჯარისკაცი დაკარგა რამდენიმე დღეში და ეს ერთადერთი დანაკარგი არ ყოფილა. ანგარიშებმა ასევე დაადასტურეს VDV-ის დიდი დანაკარგების სხვა მნიშვნელოვან ბრძოლებში სადაო რეგიონებისთვის, ქალაქებისთვის და დასახლებებისთვის, როგორიცაა ზაპორიჟია, ავდივკა და პოლკროვსკი. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენი რუსი დესანტი დაიღუპა უკრაინაში და სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა შეფასებებს იძლევიან, მაგრამ ეს უდავოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა. მაგალითად, 2023 წელს ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვამ ციტირა რუსეთის გენერალ-პოლკოვნიკის მიხაილ ტოპლინსკის ოფიციალური მიმართვა, რომელმაც განაცხადა, რომ 8500 დესანტი დაიჭრა, ხოლო რუსეთის 30,000 დესანტიდან დაახლოებით 50% ან მოკლულია, ან დაჭრილი კონფლიქტში. ეს იყო 2023 წელი. მას შემდეგ უამრავმა რუსმა დაკარგა სიცოცხლე, ან მიიღო სერიოზული დაზიანება უკრაინაში, მათ შორის ვდუოს ძალებიც. მსგავსი ისტორია სპეცნაზისთვისაც.
ეს სპეციალური ოპერაციების ჯარისკაცები მთელ მსოფლიოში ცნობილები არიან და დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად ითვლებიან. მათ აქვთ მდიდარი გამოცდილება ფარული ოპერაციებში, პირდაპირ მოქმედებებში, ძევლების გათავისუფლების, დივერსიისა და დაზვერვის მისიებში. ამავე დროს სპეცნაზს სრულყოფილი რეპუტაცია ნამდვილად არ აქვს. წლების განმავლობაში ისინი არაერთ საკმაოდ ხმაურიან მარცხში მონაწილეობდნენ. მაგალითად, სამარცხინო ცნობილი 2002 წლის მოსკოვის თეატრის ალყა, როდესაც ჩეჩენმა ტერორისტებმა მოსკოვის დუბროვკას თეატრში 900-ზე მეტი მძევალი აიყვანეს. 57 საათიანი დაპირისპირება დასრულდა მაშინ, როცა სპეცნაზმა თეატრის ვენტილაციის სისტემაში ძილის გაზი გაუშვა, რამაც როგორც ტერორისტები, ისე მძევლებიც გათიშა. 40 გათიშული ან უძლური ტერორისტი ადგილზე მოკლეს, თუმცა ასევე დაიღუპა 130-ზე მეტი მძევალი, ძირითადად სწორედ გაზის შედეგად. ეს მოხდა მხოლოდ 6 წლის შემდეგ კიდევ ერთი წარუმატებელი მძევლების კრიზისიდან, 1986 წელს, სადაც ასევე ჩეჩენი მებრძოლები თავდაპირველად რამდენიმე 1000 ადამიანს აიყვანეს მძევლად. სპეცნაზი და ფედერალური ძალები საბოლოოდ შევიდნენ არტილერიის დანაყოფებითა და ვერტმფრენის საბრძოლო მანქანებით, რათა დაებომბათ ინციდენტის ადგილი, რის შედეგადაც სულ მცირე 26 მძევალი დაიღუპა, შემდგომ სროლაში, რომელმაც ასევე გაანადგურა მთელი სოფელი. მოკლედ რო ვთქვათ, მიუხედავად მათი საშიში რეპუტაციისა, სპეცნაზი ხშირად ასოცირდებოდა არაორგანიზებულობასა და დაუფიქრებლობასთან. უკვე არაორგანიზებულ ომში უკრაინაში ჩატრილებს გადარჩენით ძალიან მცირე შანსი ჰქონდათ. 2023 წლის პენტაგონის გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში თავდაპირველად დაახლოებით 900 სპეცნაზელი გაგზავნეს. მათგან 775 დაიღუპა ან დაიჭრა. მას შემდეგ სავარაუდოდ კიდევ მეტი სპეციალური ოპერაციების ჯარისკაცი გააგზავნეს უკრაინის ფრონტზე სასიკვდილოდ. ხოლო მედიაზონამ 2025 წელს განაცხადა, რომ სულ მცირე 1000 მათგანი დაიღუპა. რუსეთის საზღვაო ქვეითებსაც უჭირთ უკრაინასთან ომში რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა და წლების განმავლობაში მრავალ შეტაკებაში უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს. კიდევ ერთხელ ეს არის რუსეთის ერთ-ერთი ელიტური ძალიტური ძალა. საზღვაო ქვეითები, ან როგორც მოსკოვში უწოდებენ, საზღვაო ქვეითი ჯარი, ისტორიულად მრავალი სანაპირო შეტევის ავანგარდში იდგნენ. მაგალითად, მათ სირიის ომში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, სადაც 40-61-ე, 155-ე და 800-ე დანაყოფებმა თითქმის ლეგენდარული სტატუსი მოიპოვეს თავიანთ თანატოლებში. ომის დასაწყისში მოსალოდნელი იყო, რომ ეს დანაყოფები გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ სამხრეთის ფრონტზე, სადაც რუსეთი ცდილობდა აზოვის ზღვისა და ტივიმის ნახევარკუნძულის მხრიდან უკრაინაში შეჭრას. მოკლე დროის განმავლობაში მათ გაამართლეს ეს მოლოდინები. მათ გარკვეული დანაკარგები განიცადეს, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამფიბიურ იერიშებში, რომლებმაც რუსეთის საომარი მანქანას მარიუპოლის ქალაქის ალყაში მოქცევასა და საბოლოოდ მის კონტროლზე აღებაში შეუწყვეს ხელი. მაგრამ რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო უარესდებოდა სიტუაცია საზღვაო ქვეითებისთვის. მაგალითად, დონბას და სამხრეთ რეგიონებში მათ მძიმე დანაკარგები განიცადეს, რის გამოც ის ოდესღაც ლეგენდარული ბრიგადები ხელახლა უნდა ჩამოყალიბებულიყო. მაგალითად, 800-ე ბრიგადას რამდენჯერმე ხელახალი ფორმირება დასჭირდა მარიუპოლში, ხერსონში, კურსკსა და ზაპორიჟიაში დანაკარგების შემდეგ. 155 ბრიგადასაც მსგავსი ბედი ეწია. ზოგიერთი შეფასებით მას არანაკლებ 8-ჯერ ხელახალი ფორმირება დასჭირდა, რაც მას მთელი ომის ერთ-ერთ ყველაზე დაზიანებულ და დანგრეულ ბრიგადად აქცევს, თავისი ძველი სახის მხოლოდ ჭრილად. მედიაზონა, რომელიც საკმაოდ ზუსტ და სანდოწყაროდ ითვლება რუსული დანაკარგების ოფიციალური ნეკროლოგებით დადასტურებისას, აცხადებს, რომ ომის პირველ 4 წელიწადში 2200-ზე მეტი საზღვაო ქვეითი დაიღუპა. საკონტექსტოდ აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ავანეთის ომში 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 2400 ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთის ელიტარული ჯარისკაცების დანაკარგები უზარმაზარია და ქვეყნის სამხედრო კამპანიაზე დიდი გავლენა იქონია, რადგან ელიტარული ჯარისკაცების დაკარგვა ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ახალწვეულების დაკარგვა. ეს სპეციალური დანიშნულების ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მრავალწლიანი გამოცდილებით მიდიან. უმეტეს შემთხვევაში მათ მთელი ცხოვრება სამხედრო საქმეს მიუძღვნეს და ისინი ყველაზე მზად არიან თავიანთი სამშობლოსთვის სიცოცხლე გასწირონ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, თავით შეიჭრებიან ყველაზე მძაფრ ბრძოლებში, უხელმძღვანელებენ შეტევას და გაუნათებენ გზას მათ, ვინც უკან მიხვება. მაგრამ რუსეთს ისინი ძალიან სწრაფად ეწურება. სინამდვილეში თითქმის აღარავინ დარჩა. მაგრამ სანამ განვიხილავთ, რას ნიშნავს ეს და როგორ აისახება ეს რუსეთის არმიის ზოგად მდგომარეობაზე, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. ეხლა ნებისმიერი ქვეყნის არმია მსოფლიოში გაუჭირდებოდა, რომ დაეკარგა თავისი საუკეთესო ოპერატორების ასეთი რაოდენობა. რუსეთიც არ არის გამონაკლისი.
როდესაც წინა ხაზის ჯარისკაცები იღუპებიან ან იღებენ ჭრილობებს თვითმკვლელურ შეტევებში, კრემლის მეთაურებს ეს განსაკუთრებით არ ანაღლებთ. მათ მარტივად შეუძლიათ კიდევ მეტი კაცი აიყვანონ მათ შესაცვლელად. ყველაზე ელემენტარულ სასწავლო პროგრამებს ჩაუტარონ, ხელში იარაღი მისცენ და შემდეგ მორიგ შეტევაზე გაგზავნონ. მაგრამ ისეთი დანაყოფები, როგორიცაა ВДВ, საზღვაო ქვეითები და სპეცნაზი, ასე მარტივად ვერ იცვლებიან. და თუნდაც კრემლმა იპოვოს ადამიანები, შესაბამისი უნარებითა და შესაძლებლობებით, მას არ აქვს დრო, რომ ახალი თაობის სპეცოპერაციების ჯარისკაცები სწორად გაწურთნას. როგორც აღნიშნულია Small Wars Journal-ის ანგარიშში, სავარაუდოა, რომ ახალი რუსი სპეციალიზებული ჯარისკაცები იგივე დაჩქარებულ მომზადებას გაივლიან, როგორც დანარჩენი შეიარაღებული ძალები, რაც შეიძლება გამოიწვიოს ომის დროს კრიტიკული ოპერატორების დამატებითი დანაკარგები, რომელთა დაკარგვაც კრემლს არ შეუძლია. და ეს ყველაფერი არ არის. ასეთი მძიმე დანაკარგების შემდეგ ამ ვიდეოში განხილული 3 ელიტური ძალა რიგებს არღვევს. ისინი აღარ არიან ისეთი ორგანიზებულები და დისციპლინირებულები, როგორც ადრე იყვნენ, ხოლო 155 და 800 გვარდიის საზღვაო ქვეითთა ბრიგადებს ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით ამ საზღვაო ქვეითებმა აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და უკრაინელი ტყვეები სასტიკად დახოცეს. დესანტნიკებიც არიან გარეული. ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ მონაწილეობდა 2022 წლის ბუჩას ცნობილი ხოცვა-ჟლეტაში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები პირდაპირ ქუჩებში ამოხოცეს. გარდა ამისა, მოძველებული საბჭოთა დოქტრინების გამო, რომლებიც მიკრომენეჯმენტზეა ორიენტირებული და ვრცელდება სამხედროების უმაღლეს დონეებზეც კი, ელიტური დანაყოფების მეთაურებს არ აქვთ საჭირო უფლებამოსილება და თავისუფლება, რომ დარჩენილი ჯარისკაცები სრულად გამოიყენონ. ეს ქმნის უნდობლობის კულტურას, რომელიც ასეთი მძიმე დანაკარგების ფონზე მხოლოდ ხელს შეუშლის რუსეთის წინსვლას ბრძოლის ველზე. და ასეთი დიდი რაოდენობის დანაკარგების პირობებში შესაძლებელია, რომ რუსეთს მოუწიოს რიგითი ქვეითების გამოყენება სპეციალიზებულ როლებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი უნარები ან გამოცდილება. მაგალითად, შეიძლება ვიხილოთ ახალწვეულების სწრაფად შეყვანილი სპეცნაზის ბრიგადაში მხოლოდ რაოდენობის შესავსებად, მაშინ როცა ВДВ-ს მებრძოლებს უშვებენ წინა ხაზის შეტევებში. მოკლედ, რუსეთის სამხედრო ძალები სრულ ქაოსშია და არანაირი იმედი არ არის, რომ ეს მალე გამოსწორდება. მართალია, თუნდაც თუ ელიტარულ დანაყოფებს, როგორიცაა საზღვაო ქვეითი და სპეცნაზი, გადავხედავთ, რუსეთის დანარჩენი სამხედრო პერსონალი უბრალოდ ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც ამ ომის მოსაგებად არის საჭირო. სულ უფრო ხშირად, მისი ჯარისკაცები არა მხოლოდ ცუდად მომზადებულები ან არასაკმარისად აღჭურვილები არიან, არამედ ყოველმხრივ სრულიად უარგისები არიან საბრძოლო მოქმედებებისთვის. არსებობს ცნობები, რომ ფრონტის ხაზზე აგზავნინამნიან ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასიკვდილო დაავადებები, ან თუნდაც აკლიათ კიდურები, მაგალითად, ასევე მსჭავრდებულებს და უბედურ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც ომში მოტყუებით ან შანტაჟით ჩართეს. რუსეთი ასევე სხვა ქვეყნებშიც ეძებს ადამიანებს თავისი რიგების შესავსებად. აგროვებს აფრიკელ დაქირავებულებს და ჩრდილოეთ კორეასაც თხოვს, რომ ჯარისკაცები გაუგზავნოს. შედეგად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრემლის არმია 2026 წელს თითქმის ვერანაირ პროგრესს ვერ ახდენს ფრონტის მრავალ მონაკვეთზე. მისი წინსვლა სამარცხვინო დნელია და ზოგიერთ უბანში კი პოზიციებსაც კი კარგავს, რადგან უკრაინის კონტრშეტევები უფრო ძლიერდება. და როდესაც უყურებ რა ტიპის ხავს აგზავნის კრემლი საბრძოლველად და რაც მთავარია, რა ტიპის სარდლებს აყენებენ ამ ჯარისკაცების ხელმძღვანელად, ადვილი გასაგებია რატომაც ხდება ასე. რადგან რაც უფრო მეტი დრო გადის ამ ომში, მით უფრო სასტიკები და დაუნდობლები ხდებიან რუსი სარდლები. ეხლა უკვე ასობით ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რომლებიც აჩვენებს ამ ადამიანების სიბილწეს, რომლებსაც არანაირი სინდისი არ აქვთ აწამონ, იძალადონ, გამოიყენონ და თუნდაც მოკლან მათ დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცები. ზოგი მათგანი გალიებში ხავთ ჩაკეტილი ან ხეებზე მიბმული, სხვებს ელექტროშოკით აწამებენ ან სექსუალურად ძალადობენ. მაშინაც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცების წყვილებს ორმოებში აგდებენ და აიძულებენ სიცოცხლის ფასად იბრძოლონ ერთმანეთთან. ბევრი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე ყოფნისას მძიმე დაზიანებებს იღებს, მაგრამ მათ მაინც ფრონტი აიძულებენ დარჩნენ და ბრძოლა გააგრძელო. ნაცვლად იმისა, რომ სამედიცინო დახმარებისთვის ევაკუაცია ან დემობილიზაცია მოხდეს. მეთაურები ხშირად ითხოვენ ჯარისკაცებისგან ყოველდღიურ გადასახადებს ან საბანკო ბარათების გადაცემას, ხოლო ვინც უარს ამბობს, კვლავ აწამებენ ან სხვაგვარად სჯიან. მაგალითად, შემდეგ შეტევაში პირველ რიგში აგზავნიან. არსებობს ვიდეოები, სადაც მამაკაცებს აბამენ და სცემენ, აიძულებენ გაიხადონ და მხოლოდ საცვლებით დარჩნენ ყინვაში. ან თუნდაც ბრძოლაში აგზავნიან მოტეხილი ფეხებით, ყავარჯნებით მიათრევენ თავს და გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ, თუ მეორე მხარეს რომელიმე თანამურძნობი უკრაინელი ჯარისკაცი არ გადაწყვიტა მათი დაზოგვა. კრემლის საომარი მანქანა წამების, კორუფციისა და დანაშაულის საშინელი ბუდეა და მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გაგზავნილი გაჟონილი შეტყობინებები აჩვენებს რუსი ახალწლოვლებისა და მათი ოჯახების სასოწარკვეთილებას.
Холод 6 თვის განმავლობაში ვებგვერდმა მიიღო 12000 საჩივარი, სადაც მეთაურებს კორუფციასა და საკუთარი ჯარისკაცების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. რუსმა მკვლევარმა ალექსანდრე არკიპავამ გაანალიზა ეს შეტყობინებები, რომლებიც აღწერს ოფიცრების ბარბაროსულ ტაქტიკებს და აღნიშნა, რომ ბევრი მათგანი სიამოვნებით მიმართავს წამებას, რათა ჯარისკაცებისგან ფული აიღოს. არკიპავა ამატებს, რომ დღეს ბევრი ჯარისკაცი, რომელთაგანაც ბევრი ომში იმიტომ წავიდა, რომ ღარიბი ოჯახიდანაა და ოჯახის დასახმარებლად ფულის შოვნა სურდა. იძულებულია ხელფასის 80%-მდე დათმოს, ხოლო იმისთვის, რომ ცოცხალი დარჩეს. ახალწრეულებს ფაქტობრივად არჩევანი აქვთ. ან გადაიხადონ, ან მოკვდნენ. მეთაურებმა კი საკუთარი ფასების სიაც კი შეადგინეს. $2000 ჯარისკაცისთვის, რომ მას დრონის ოპერატორად დანიშნონ და არ მოუწიოს წინა ხაზზე შეტევებში მონაწილეობა. $6000 რომ უკანა ხაზზე მსახურობდე კიდევ უფრო შორს ფრონტის სასიკვდილო ზონებიდან. ან თვალის მომჭრელი $12000 თუ ვინმე სამედიცინო მიზეზით გათავისუფლებას სურს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რადგან რუსეთის ეკონომიკა ასეთი ცუდია და ჩვეულებრივი რუსი ხალხი ამას საკუთარ თავზე გრძნობს, ყველაზე ჯანმრთელი ადამიანები კვლავ გააგრძელებენ ჩაწერას და ამგვარი მოპყრობის მიღებას, როგორც არკიპავა ხსნის. სიტუაცია რუსეთში ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ცუდია. ღარიბი ხალხი, ისინი კიდევ უფრო გაღარიბდნენ, ამიტომ მიდიან ომში. გადასახადები იზრდება და ახლა დიდი პრობლემაა რა იყიდონ სადილად. და ეს არის ომის ფასი. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა რუსეთის ახალწრეულებისთვის, მაგრამ ასევე მძიმე ნიშანია ქვეყნის სამხედრო ძალებისთვის მთლიანობაში. ესეთი დანაკარგებით, ესეთი კორუფციით და ესეთი დაბალი მორალით, როგორ შეუძლია კრემლს ოდესმე იმედოვნებდეს, რომ მიაღწევს თავის რომელიმე გამოცხადებულ მიზანს, ომის მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ ეტაპზე როგორც ჩანს, სჯერა რომ უბრალოდ კიდევ და კიდევ მეტი კაცის გაგზავნა ხორცაკებში ერთადერთი გამოსავალია. მაგრამ როგორც ჯონსი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან აღნიშნავს, ეს გამარჯვების გზა არ არის. ფიქრობ, სწორედ აქ მიაჩნიათ რუსებს, რომ ეს ყველაზე ნაკლებად ცუდი სტრატეგია, რადგან რიცხობრივად უპირატესობა აქვთ. პრობლემა რა თქმა უნდა ისაა, რომ ეს ისტორიულად მაღალი დანაკარგებისკენ მიდის. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა. დანაკარგები ახლა იმდენად დიდია, რომ რუსეთს უკვე აღარ ყოფნის ადგილი თავისი დაღუპულების დასამარხად. ამასობაში ქვეყნის სასოწარკვეთილი ხელისუფლება სამხედრო სასაფლაოების გამოსახულებებს აბუნდოვანებს, უსუსური მცდელობით დამალოს სიტუაციის მძიმე და მახინჯი რეალობა. ეს ასე ვერ გაგრძელდება, ეს არ არის მდგრადი. რუსეთმა ეს იცის და ამას მონაცემებით ადასტურებს. მართლა, 2026 წლის პირველ თვეებში ანგარიშებმა აჩვენა, რომ კრემლმა ბოლოს და ბოლოს დაიწყო მეტი ჯარისკაცის დაკარგვა, ვიდრე ახერხებდა მათი რეკრუტირებას. ის ყველაფერს აკეთებს თავისი ძალის ფარგლებში, სრული მობილიზაციის გამოკლებით, რომ გაზარდოს ცოცხალი ძალა. სთავაზობს სულ უფრო დიდ და აბსურდულ ფულად წახალისებებს და ატყვევს სტუდენტებს შეცდომაში შემყვანი რეკრუტირების ვიდეოებით. მაგრამ ეს არ მუშაობს და უკრაინა მუდმივად ძლიერდება, უფრო მომაკვდინებელი დრონებით, უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით და სულ უფრო მაღალი მორალით, რადგან მისი ძალები განაგრძობენ პოზიციების გამაგრებას და ყველა მიმართულებაზე რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მალე კიევის სარდლები იმედოვნებენ, რომ ყოველ თვე რუსეთს 50000-მდე დანაკარგს მიაყენებენ. ამასობაში მათი რუსი კოლეგები იმდენად დაკავებულნი არიან საკუთარი ჯარისკაცების გამგამოძალვითა და წამებით, რომ ომის მიმდინარეობაზე ზრუნვაც კი აღარ შეუძლიათ. ძალის ბალანსი იცვლება და რუსეთი ამ განტოლების არასწორ მხარეს აღმოჩნდა. დონეცკის ციხესიმაგრეების ზოლი მოჩანს. რუსეთმა იცის, რომ მას მოუწევს ყველაფერი გამოიყენოს უკრაინის მიერ ოდესმე შექმნილ ყველაზე საშიშ თავდაცვებთან საბრძოლველად. ეს პუტინის ბრძანებაა, ეს არ მუშაობს. რაც უფრო მეტად ცდილობს რუსეთი, მით უფრო მარცხდება და პუტინის დონბასის კატასტროფამ ეს დაამტკიცა. ის შეტევა, რომელიც ომის დასრულებას უნდა გამოეწვია, რუსეთს ყველაფრის დაკარგვად დაუჯდა, რადგან უკრაინა მომავლისთვის დონბასის სრულ გათავისუფლებას ამზადებს. და ამას ყველაფერს ვხედავთ ბრძოლის ველის მათემატიკაში. მოდით ტერიტორიის შესახებ ვისაუბროთ. რუსეთმა ამ მხრივ აპრილში ძალიან ცუდად იმოქმედა, რაც იმ ტენდენციის გაგრძელება, რასაც გასული წლის ზამთრიდან ვხედავთ. ომის შესწავლის ინსტიტუტის, ანუ ISW-ის მიხედვით, რუსეთის ძალებმა აპრილში 116.01 კვადრატული კილომეტრის წმინდა დანარგი განიცადეს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი არ მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც შესაძლოა ძალიან მცირე რუსული დანაყოფები შეღწეულიყვნენ. ეს ტერიტორიები ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ზონებია, რომელსაც არც რუსეთი და არც უკრაინა რეალურად არ აკონტროლებს. თუმცა რუსეთი იტყვის, რომ თუ ერთი ჯარისკაცი დასახლებაში ფეხს შედგამს, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს დასახლება მათად გამოაცხადონ. ეს წმინდა დანაკარგი ყველაზე დიდია, რაც რუსეთს აგვისტო 2024 წლის შემდეგ ქონია და ის მოხდა რამდენიმე თვეს, როდესაც რუსეთის მიღწევები სულ უფრო მცირდებოდა და რუსეთს დაკარგული ტერიტორიის სანაცვლოდ უფრო მეტი ჯარისკაცის გაწირვა უწევდა, ვიდრე ოდესმე. მარტში რუსეთმა სულ რაღაც 23.04 კვადრატული კილომეტრის წმინდა მოგება შეძლო, ამბობს ISW. ეს იმდენად ნელია, რომ ფაქტობრივად სტაგნაცია. თებერვალში მიღწეული იყო 122.73 კვადრატული კილომეტრის მოგება, რაც მოხდა იანვარს, როდესაც რუსეთმა 318.54 კვადრატული კილომეტრი მოიპოვა.
თუ ამ რიცხვებს დაამატებთ, მიიღებთ, რომ რუსეთმა 4 თვეში სულ რაღაც 348.3 კვადრატული კილომეტრი უკრაინის ტერიტორია მოიპოვა. ეს სასაცილოდ მცირე რიცხვია და ეს გვაჩვენებს, რომ პუტინი დონბასში კატასტროფის შუაგულშია. ხედავთ, 2026 წელი უნდა ყოფილიყო ის წელი, როდესაც დონბასი საბოლოოდ დაეცემოდა რუსეთის ზეწოლას. ეს იყო ის, რაც რუსეთს სასუწარკვეთილად სურდა, რომ თქვენ დაგეჯერებინათ და კრემლმა იმდენად შორსაც კი წავიდა, რომ უკრაინას უთხრა, მაისის ბოლომდე დონბასიდან თავისი ჯარები გაეყვანა, თორემ უკრაინა რუსული არმიის სრულ რისხვას იგრძნობდა. ეს რისხვა ნიშნავს იმას, რომ ყოველ თვე 10,000-ობით ჯარისკაცის დაკარგვის ფასად თითქმის არანაირი ტერიტორია არ მოიპოვება. მაგრამ მაინც ვლადიმირ პუტინი დაჟინებით ცდილობს დონბასის ხელში ჩაგდებას. მან დონბასის აღებისთვის ახალი ვადაც კი დააწესა 2026 წლის სექტემბერი. ეს უბრალოდ არ მოხდება. მათემატიკა არ ემთხვევა და მოგვიანებით გაიგებთ რატომ. მიუხედავად ამისა, მასშტაბური კამპანია დაიწყო რუსეთმა, რადგან გაზაფხულის შეტევა მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ზაფხულშიც გაგრძელდება. სლოვიანსკი არის მთავარი სამიზნე დონბასში, რადგან ის არის მნიშვნელოვანი რგოლი დონეცკის გამაგრებულ სარტყელში, რომელიც ამჟამად რუსეთს დიდ პრობლემებს უქმნის. მაგრამ იმის გასაგებად, რამდენად მტკიცედ აქვს პუტინს გადაწყვეტილი თავისი ნების შესრულება, საკმარისია გადავხედოთ შეტევის სტატისტიკას 27 აპრილამდე კვირაში. იმ კონკრეტულ კვირაში უკრაინის ომში ბოლო 2 თვის განმავლობაში საბრძოლო შეტაკებების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. დონბასის პოხროვსკის სექტორში 305 შეტევა განხორციელდა. ჰულიაპოლის სექტორში 157 შეტევა განხორციელდა. და ასე გრძელდება მთელ უკრაინაში, მაგრამ ძირითადად დონბასზეა კონცენტრირებული, რაც ერთ კვირაში ჯამში 1384 შეტევას შეადგენს. ანუ საშუალოდ თითქმის 198 შეტევა დღეში. რასაც პუტინი ფიქრობს არის ის, რომ შეტევების მასშტაბის გაზრდა რუსეთის სამხედრო ძალის უზარმაზარ ძლიერებას აჩვენებს. მაგრამ შეტევების ეს ორთვიანი პიკი სწორედ იმ თვეში ტიტოდედ იმ თვეში დაფიქსირდა, როდესაც რუსეთმა თითქმის 2 წლის შემდეგ პირველად განიცადა წმინდა დანაკარგები. ეს უფრო მეტ სამხელს ვიდრე პუტინს სურს რომ იცოდეთ, რადგან ეს აჩვენებს, რომ დონბასი და განსაკუთრებით დონეცკის ციხესიმაგრეების ზოლი გაცილებით რთული დასამართხებელია, ვიდრე რუსეთი ფიქრობდა. რუსეთი კვლავაც პრიორიტეტად მიიჩნევს დონეცკის აღებას. თუ მას ამოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისვლა შეუძლია, დონბასი თითქმის მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ იქნება. მაგრამ ამას უკვე 4 წელია ვამბობთ, რაც სწორედ მთავარი აზრია. პუტინის ძალებს ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ იმ საზღვრამდე. ციხესიმაგრეების ზოლი კვლავაც მათ გზაზეა, ზუსტად ისე როგორც ოკუპაციის დაწყებიდან მოყოლებული. და წინსვლა ადგილზე იმდენად ნელია, რომ რუსეთი უკვე აცნობიერებს, დონეცკის ძალით აღება ბევრად უფრო ძვირი და უჯდება, ვიდრე ამა დღის. დონეცკი კოლაფსის ზღვარზე არ არის და კრემლიც ამას კარგად იცის. რუსეთის ნელი წინსვლის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის საბრძოლო არითმეტიკის გარდა, რაზეც მალე ვისაუბრებთ, ისაა, რომ რუსეთი ყურადღებას დონეცკის მთელ ტერიტორიაზე ანაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ამ მიღწევებს სხვა ტერიტორიების გათავისუფლებით ანეიტრალებს, მცირე წინსვლები მაინც ხდება. ევრომაიდან პრესი იუწყება, რომ რუსეთმა მცირე წარმატებას მიაღწია კრამატორსკ სლოვიანსკის რეგიონში, სადაც რამდენიმე პატარა სოფელი დაიკავა. ჩასივიარის მახლობლად არხიც გადალახეს, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს სხვა მიმართულებებზე ფლანგური ზეწოლა მოახდინოს. და კონსტანტინივკაში, რომელიც ჩასივიარის დასავლეთით მდებარეობს, რუსული ძალები უბრალოდ ცდილობენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გვერდი აუარონ დასახლებას, იმ დროს როცა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კრამატორსკზე ზეწოლას ახორციელებენ. სულ მცირე, ეს არის გეგმები. მაგრამ მიუხედავად მცირე წარმატებებისა, რუსეთს დონეცკში არც ერთი მიზანი არ უსრულდება. პრობლემა, რომელსაც რუსეთი აწყდება, არის ის, რომ დონეცკის დარჩენილი ნაწილის დასაკავებლად ძალებს ზედმეტად აფანტოს. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან დონეცკში დასაკავებლად მხოლოდ დაახლოებით 6000 კვადრატული კილომეტრია დარჩენილი. მაგრამ დონეცკში რუსეთის მიერ განცდილი მასშტაბური დანაკარგები და სხვა მიმართულებებზე მისი გეგმების ჩავარდნა აიძულებს მას, რომ სრული შეტევები განახორციელოს იმ დასახლებებზე, რომლებსაც თავიდან აცილებას ცდილობდა, როგორც ახლა კონსტანტინივკაში ვხედავთ, და ეს ყველაფერს ნათელს ხდის. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი კონსტანტინ მაშევეცი ხსნის, რას ვხედავთ ახლა ამ კონკრეტულ სექტორში. იმის შედეგად, რომ რუსეთს ვერ მოახერხა გვერდის ალლა, რუსეთის მერვე საერთო საჯარისო არმიასა და მესამე საარმიო კორპუსს, ახლა უწევს კონსტანტინივკისკენ მოკლე გზით, ფაქტობრივად პირდაპირ, შეტევა, ფრონტალურად და სამხრეთ-აღმოსავლეთ მისადგომებს თავისი შტურმის ქვეითების გვამებით ფარავს. ეს ნელი, დამღლელი და უპირველეს ყოვლისა უკიდურესად სისხლიანი და ძალიან დიდ დანაკარგებთანაა დაკავშირებული, ამბობს მაშევეცი. ეს კარგად ასახავს რუსეთის მდგომარეობას დონბასში. პუტინის ყველა საუკეთესო გეგმა წყალში იხრება ბრძოლის ველზე, რომელიც სულაც არ ვითარდება ისე, როგორც მას სჭირდება, რომ დონბასის დრამატული ვადებიდან რომელიმე მაინც რეალობასთან მიახლოებულ შედეგს გავდეს. ამ სიტუაციაში 6000 კვადრატული კილომეტრი 600.000-ზე მსგავსება, რადგან რუსეთის ძალებს უწევთ თავდაცვებზე შეტევა, რომლებიც მასიურ დანაკარგებს აყენებს. უკრაინაც ართულებს რუსეთისთვის ძალების კონცენტრირებას პოკროვსკის მიმართულებიდან შეტევაზე. დაახლოებით 2 წლის სასტიკი ბრძოლების შემდეგ რუსეთმა საბოლოოდ შეძლო პოხროვსკის ქალაქის ცენტრის დაკავება იანვარში, ხოლო მარტში ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის. უკრაინამ რუსეთს თითოეული სანტიმეტრისთვის ბრძოლა აიძულა. უკრაინის დესანტურ-საშტურმო ძალების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსის მიხედვით, რუსეთმა მხოლოდ ამ რეგიონის ძირითადი თავდაცვის სექტორზე 6 თვის განმავლობაში 15000 ჯარისკაცი დაკარგა 13 თებერვლამდე.
თუ დაუმატებთ სხვა მრავალ თავდაცვის სექტორს, რომელიც უკრაინამ შექმნა, ხედავთ რომ მაშინაც კი როცა პოკროვსკი დაცემის ზღვარზე იყო, რუსეთი ათასობით ჯარისკაცს კარგავდა. რუსეთის გეგმა ახლა პოხროვსკიდან წინ წასვლა და ბილიცკაზე გადასვლა, რომელიც დობროპილიას სამხრეთით მდებარეობს. მიზანი შემდეგია: გამოიყენონ დობროპილია როგორც კიდევ ერთი ბერკეტი, რომლითაც რუსეთს შეუძლია კრამატორსკ-სლოვიანსკის რეგიონს დასავლეთიდან შემოუვლოს. მაგრამ უკრაინა იქაც აფერხებს რუსეთის გეგმებს, როგორც დონბასის სხვა ნაწილებშიც. უკრაინის თებერვლის კონტრშეტევა, რომლის დროსაც მან რუსეთისგან სამხრეთ რეგიონებში 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, სინამდვილეში მთლიანად დონეცკს ეხებოდა. რუსეთს სურდა შეენარჩუნებინა ტერიტორია სამხრეთში, რათა შეექმნა ბუფერული ზონა, რომელიც უკრაინას დონეცკში ჯარის გაგზავნას შეშეუშლიდა ხელს. როდესაც ეს ტერიტორია უკრაინის ხელში დაბრუნდა, რუსეთი იძულებული გახდა რეზერვები, რომლებიც პოკროვსკის სექტორში და სხვა ადგილებში ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი, სამხრეთში გადაეგზავნა. რეზერვების არქონა ნიშნავს ნელ პროგრესს და სწორედ ამას ვხედავთ დონეცკის ფრონტის მთელ ხაზზე. კიდევ ერთხელ მათემატიკა ამას ამტკიცებს. შეტევების ინტენსივობა და რაოდენობა იზრდება, მაგრამ ტერიტორიული მიღწევები, რასაც პუტინი ელოდებოდა, არსად ჩანს. საუკეთესო რაც რუსეთმა მოახერხა, არის რამდენიმე სოფლის დაკავება, რადგან მას ფლანგიდან შემოვლა არ გამოსდის. მაგრამ აქ ვითარება სერიოზულდება პუტინის მარიონეტებისთვის დონბასში. უკრაინა აიძულებს რუსეთს გადაიხადოს ისეთი უზარმაზარი ფასი თითქმის არაფრის სანაცვლოდ, რომ დონეცკი უკვე სიკვდილის ხაფანგს გავს რუსეთის ჯარისკაცებისთვის. ეს მთლიანად ცვლის მომავალში ბრძოლის ველის მათემატიკას, მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჩვენ სახლზე ახალ ინფორმაციას იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ანალიზი. უკრაინამ დონეცკში რუსეთის განახლებულ შეტევას საუკეთესო შესაძლო თავდაცვით უპასუხა დრონებით. ისეთი ბევრი დრონია, რომ უკრაინა ფრონტის ხაზზე დრონების რაოდენობით ბევრად წინ არის რუსეთთან შედარებით. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოადგილის ბრიგადის გენერალ პავლო პალისას თქმით, ახლა უკრაინა ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის დონეცკშიც 30%-ით მეტ საბრძოლო დრონს იყენებს ვიდრე რუსეთი. პალისა ამ სიტუაციას ადარებს კურსკში არსებულ მდგომარეობას, სადაც უკრაინამ 2024 წლის აგვისტოში sapasukho შეჭრა განახორციელა, რაც იყო ბოლო თვე, როდესაც რუსეთმა ტერიტორიის წმინდა დაკარგვა განიცადა, იმასთან რასაც ახლა ვხედავთ. იმ დროს რუსეთი საბრძოლო დრონების მხრივ უკრაინაზე ბევრად წინ იყო, თუმცა უკრაინამ მაინც შეძლო საზღვრის გადალახვა და თავად რუსეთში შეჭრა. ახლა უკრაინაა ის, ვინც წინ გაიჭრა, თუმცა არა ფრონტის ყველა სექტორზე. საუბარი მხოლოდ რაოდენობაზე არ არის, არამედ ხარისხზეც. უნდა ითქვას გულწრფელად, რომ ხარისხი მტრის დონეზეა, რადგან მათაც აუმჯობესებენ თავიანთ სისტემებს. მაგრამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთეთ, განაცხადა პოლისამ აპრილის დასაწყისში. ეს ცვლილება უკრაინის სასარგებლოდ დასათმელი დრონების მხრივ დადასტურებულია რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ, რომლებიც იმავეს იუწყებიან, ამბობს ევრომაიდან პრესი. და სწორედ აქ ვიწყებთ იმის დანახვას, თუ როგორ იწყებს ფორმის მიღებას უკრაინის გეგმა დონბასის დაცვისთვის. უკრაინის მიზანია ახლა თავისი დრონების გამოყენებით ნებისმიერ შესაძლო გზით გაზარდოს ზეწოლა რუსეთის სახმელეთო ძალებზე და ამის საუკეთესო გზა ომის მაქსიმალურად გაფართოებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უკვე აღარ ეხება ფრონტზე ბრძოლას. უკრაინის ამოცანაა თავისი დრონებით სავსე სასიკვდილო ზონა იმდენად გააფართოვოს, რომ რუსეთის ჯარისკაცების უმეტესობა დაიღუპოს მანამდე, სანამ ციხესიმაგრეების ხაზს თვალი მოჰკრავს. საშუალო მანძილის დრონების გამოჩენა, რომლებსაც უკრაინა იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ზურგში დასათმელად, ამ სტრატეგიას აძლიერებს, რადგან ანადგურებს იმ მხარდაჭერის ქსელს, რომელიც რუსეთს სჭირდება დრდება დონეცკში რაიმე რეალური წინსვლის მისაღწევად. ასე ამზადებს უკრაინა ნიადაგს დონბასში კონტრშეტევისთვის. ეს აიძულებს რუსეთს საკუთარი ძალები დაასუსტოს უსარგებლო შეტევებით, რომლებიც არასდროს ცდება განადგურების ზონებს, რითაც იქნება გამოფიტვის კამპანია, რომელიც ყოველ მცდელ შეტევასთან ერთად ასუსტებს რუსეთის შეტევით პოტენციალს. იდეა ისაა, რომ შეიქმნას ის მდგომარეობა, რაზეც ვიდეოს დასაწყისშივე ვისაუბრეთ. რაც უფრო მეტად ცდილობს რუსეთი, მით უფრო მარცხ ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ მართხმა შეიძლება რუსეთს გარკვეული ტერიტორიული მოგებაც მოუტანოს, როგორც ამას დონეცკის ზოგიერთ სექტორში ვხედავთ, ეს მოგება ყოველთვის მცირდება, ხოლო ამ მოგების მიღწევის ფასი რუსეთს პარალიზებას უკეთებს. გონიათ, რომ ეს არარეალური გეგმაა. თუ ასეა, საკმარისია შევხედოთ იმ დანაკარგებს, რასაც რუსეთი განიცდის, რომ დავინახოთ, რატომ არის უკრაინის უპირატესობა დრონების ბალანსში მთავარი, დონბასის თავდაცვისა და შემდგომი გათავისუფლებისთვის. 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის აპრილამდე რუსეთმა დაკარგა 156,735 ჯარისკაცი. სხვათა შორის ეს დადასტურებული დანაკარგებია და არა სავარაუდო. ყოველი ჯარისკაცი, რომელიც პუტინის ამბიციების სახელით დაეცა, აღრიცხული და დაფიქსირებული იყო უკრაინის დრონების არმიის სისტემით და სავარაუდოდ ამ რიცხვს კიდევ რამდენიმე ათასი დაურეგისტრირებელი დაღუპულიც დაემატება. რუსეთი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობის რეკრუტირებას, რომ დანაკარგები შეავსოს, რადგან აღნიშნულ 5 თვეში დანაკარგების დასაფარად 800-ზე მეტი ჯარისკაცი აკლდება. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რას ნიშნავს ასეთი მასშტაბის სიკვდილი რუსეთისთვის ისეთ ადგილებში, როგორიცაა დონბასი. გახსოვდეთ, რომ რუსეთი აძლიერებს თავის შეტევებს დონეცკის მასშტაბით. ამგვარი რამ მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა შეგიძლია შეინარჩუნო უზარმაზარი სახმელეთო ძალა შეტევებისთვის. რუსეთი უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე იბირებს. იქნება ეს დანაკარგები დონბასში თუ არა, ამას საერთოდ ამასუსტებელი ეფექტი აქვს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენ დავიწყებთ იმის ნახვას, რომ რუსეთი ორიდან ერთ-ერთ გზას დაადგება.
ან მისი შეტევების ტემპი შენელდება, რადგან რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დანაყოფების რიცხოვნობა, რაც გარდაულად იწვევს ნაკლებ მიღწევებს. ან რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს შეტევების ტემპი, მაგრამ ამისთვის იყენებს უფრო მცირე დანაყოფებს, რაც ასუსტებს შეტევებს და იწვევს მეტ სიკვდილს. ორივე მიდგომა ცუდი ამბავია პუტინისთვის დონბასში და ისედაც იქ საქმეები კარგად არ მიდის. რუსეთს დარჩენილი აქვს დაახლოებით 6000 კვადრატული კილომეტრი დონეცკის ოლქში დასაკავებლად, სანამ შეძლებს განაცხადოს, რომ დონბასი მთლიანად მის ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვეში ნანახი ყველა დანაკარგი დონეცკში არ არის კონცენტრირებული, იქ საკმარისად ბევრი ხდება იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენის გაღება მოუწევს რუსეთს პუტინის ამბიციის ასასრულებლად. 8 აპრილს United.com მედიამ გაავრცელა პალისას კომენტარები, რომელმაც განაცხადა, რომ რუსული ძალები დონეცკში თითოეულ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრზე 316 ჯარისკაცს კარგავენ. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს იგივე პერიოდის განმავლობაში, იგივე წარმატებისთვის რუსეთი კარგავდა და ეს პუტინისთვის დონბასში ძალიან მძიმე არითმეტიკაა. თუ ეს საშინელი დანაკარგების მაჩვენებელი შენარჩუნდება, ეს ნიშნავს, რომ პუტინს დონბასის დასაცემად რუსეთიდან 1.896.000 ჯარისკაცი მოუწევს, სიკვდილზე ან მძიმე დაჭრაზე გაგზავნოს. ეს 500,000-ზე მეტი ჯარისკაცით აღემატება რუსეთის საერთო დანაკარგებს მთელი ომის განმავლობაში დღემდე. და ეს გვაჩვენებს, რომ დონბასი პუტინის ძალებისთვის სასიკვდილო ხაფანგია, მაშინაც კი როცა ისინი წინსვლას ახერხებენ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს 316 ჯარისკაცის დანაკარგის მაჩვენებელი კვადრატულ კილომეტრზე. ეს სულაც არ არის გარანტირებული, მაგრამ არსებითად ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა თავი კუთხეში მოინწყვდია. დააკავშირეთ ეს დანაკარგების შეტევის გაზრდილ ტემპთან და დაინახავთ, რომ რუსეთი უფრო მეტ ჯარისკაცს იყენებს, რათა დონბასის რეგიონში ნაკლები ტერიტორია შეიძინოს ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ზეწოლის მოხდენა, მას ამის გაკეთება მთელი დონეცკის ფრონტის ხაზზე არ შეუძლია. ისევ, რუსეთი ძალიან განავრცობს თავის ძალებს და დრონებს, იმ დროს, როცა უკრაინას დრონებში 1.3-დან 1-ზე უპირატესობა აქვს. საბოლოოდ კი ხდება ის, რომ რუსეთის შეტევა იშლება. ფლანგიდან შემოვლის მცდელობები, როგორც ხედავთ, მარცხ ხდება და უკრაინა აგრძელებს წარმატებების მიღწევას სხვა მიმართულებებით, რაც ანელებს რუსეთს დონბასში. ახლა მოდით ვნახოთ საუკეთესო სცენარი რუსეთისთვის. ეს იქნება ის, რომ დონეცკი დაეცემა და დონბასი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცევა. პოლისას განცხადებით, რომელიც მარტის დასაწყისში გაკეთდა, რუსეთს 1 წელი და ნახევარი დასჭირდება ამის მისაღწევად, იმ პროგრესის ტემპით, რაც იანვარსა და თებერვალში ვნახეთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ პუტინის 2026 წლის სექტემბრის მიზანი ჩაშლილია და ეს თავისთავად უკრაინის გამარჯვებაა. ყოველთვის, როცა პუტინი ამტკიცებს, რომ რაღაცა მოხდება და ეს არ ხდება, ეს აზიანებს რუსეთ-რუსეთის შანსებს და არწმუნოს დასავლეთი, რომ უკრაინამ უბრალოდ უნდა დათმოს დონბასი. კიდევ ერთი შენიშვნა პოლისას კომენტარებთან დაკავშირებით ისაა, რომ ისინი გაკეთდა 1 მარტს, როცა რუსეთი დონეცკში უფრო სწრაფი ტემპით წინსვლას ახერხებდა. ახლა დონბასის აღება წელიწად ნახევარში საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება, განსაკუთრებით თუ უკრაინა შეძლებს შეინარჩუნოს და გაზარდოს ის მსხვერპლი, რომელსაც რუსეთს აყენებს. და კიდევ წინ არის ახალი მსხვერპლიც. შეიძლება საბოლოოდ მსხვერპლი 1.8 მილიონს არ გადააჯარბოს, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს მოუწევს 100,000-ობით სიცოცხლის გაწირვა იმისთვის, რომ დარჩენილი 6,000 კვადრატული კილომეტრი დონბასი აიღოს. და კიდევ ერთხელ, ეს საუკეთესო სცენარია. უკრაინა ყველაფერს აკეთებს დონბასში, რომ ეს სცენარი არ განხორციელდეს. ფრონტის მომაკვდინებლობისა და იმ სასიკვდილო ზონების გარდა, რომლებიც უკრაინამ დრონებით გაავსო ისე, რომ რუსეთს მათი მოგერიება აღარ შეუძლია. უკრაინამ დონეცკში დაიწყო საშუალო რადიუსის დრონებით დათმობის კამპანია, რომელიც ანგრევს რუსული ჯარების მომარაგებისა და მხარდაჭერის სისტემებს ფრონტზე. ტრანსპორტირების მარშრუტები დონეცკის რგოლის გზაზე და ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჰოლივკა, ანდრივკა და ზურეზი, უკრაინის უახლესი თაობის დრონების მიერ იბომბება. და ეს დარტყმები ყველა მიზნად ისახავს რუსეთის კიდევ უფრო შენელებას. რაც ნაკლები მხარდაჭერა აქვთ ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს, მით მეტი მათგანი იღუპება თითოეული აღებული კვადრატული კილომეტრისთვის. ეს არის ამოწურვის ომი 21 საუკუნეში. უკრაინა ამაში ოსტატი გახდა და ეს შეიძლება იყოს მთავარი გასაღები დონბასის გრძელვადიან პერსპექტივაში გათავისუფლებისთვის. ჯეიმსტაუნის ფონდი ამატებს, რომ უკრაინის საშუალო რადიუსის დრონებს შეუძლიათ ხაზების მიღმა 100 კილომეტრამდე სიღრმეში დარტყმა და რომ რუსეთს არ შეუძლია ეფექტურად დაუპირისპირდეს ამ დრონებს საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობის გამო. ახლა ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინამ ნელ-ნელა დაასუსტოს რუსეთის შეტევის ყველა ფენა. წინა ხაზის ციფრები შეიძლება ყურადღებას იქცევდეს, მაგრამ სწორედ დონბასში რუსეთის შეტევის მთელი საფუძვლის დეგრადაცია იქნება გადამწყვეტი გამარჯვებისთვის. და რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს ციხესიმაგრეების ზოლი. ის მცირე პროგრესი, რომელსაც რუსეთი დონეცკში აღწევს, ჯერ არ მიუღწევია იმ გამაგრებებამდე, რომელსაც უკრაინა უკვე 12 წელი აშენებს ციხესიმაგრეების ზოლში. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კამპანია დაიწყო. მდინარეები, ნაღმიანი ველები, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, პუნქტერები, უშასრულო სასიკვდილო ზონები სავსე დრონებით და ქალაქები, რომლებიც ქმნიან ციხესიმაგრეების ზოლს. ეს ყველაფერი უნდა გადალახოს რუსეთმა, რათა მიაღწიოს მხოლოდ პიროსის გამარჯვებას და არაფერს მეტს. აი რას აკეთებს სინამდვილეში უკრაინა. ის ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ რუსეთმა ყველაფერი რაც გააჩნია დონბასში მიმართოს. ეს კი ორ შესაძლო შედეგს გამოიწვევს. პირველი ვარიანტია, რომ რუსეთმა მართლაც ასე მოიქცეს და დონბასის დასაპყრობად საკუთარი არმია გაანადგუროს.
ეს პუტინის გეგმებს დანარჩენი უკრაინის მიმართ დაანგრევს და ნიშნავს იმას, რომ უკრაინის კონტრშეტევები რუსეთს არასოდეს მისცემს უსაფრთხოების გარანტიას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მას აქვს დაკავებული. ან მეორე ვარიანტია, უკრაინა იმდენად გაანადგურებს რუსეთის შეტევებს, რომ მხოლოდ გამოფიტვის გამო პუტინის ძალები ვეღარ შეძლებს იჩნდენად წინ წაწევას, რამდენიც დონბასის დასაპყრობაც სჭირდებათ. შემდეგ უკრაინის კონტრშეტევა რეგიონში შეიძლება დაიწყოს, რადგან რუსეთი ყველაფერს დაკარგავს პუტინის ჯიუტობის გამო. მომდევნო რამდენიმე თვე ბევრს გვეტყვის იმის შესახებ, რამდენად კარგად იმუშავებს უკრაინის სტრატეგია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზაფხულის მზე დაიწყებს ნათებას. პუტინს ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იყო. როცა რუსეთმა 2014 წელს უკანონოდ მიიერთა ყირიმი, პუტინს ეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. უკრაინას არ ჰყავდა საკმარისი ძალა, რომ დაებრუნებინა ის. ის ძალიან სუსტი იყო, ძალიან მორიდებული. ყირიმი არასოდეს გათავისუფლდებოდა. მაგრამ, როგორ შეიცვალა დრო? უკრაინა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და მან ახლახან გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი ყირიმის სრულ გათავისუფლებამდე. რუსეთს მძიმე დარტყმა მიაყენეს და მასთან ახლავს გზავნილი, რომელიც პუტინს არასოდეს ეგონა, რომ მოესმინა. დატოვეთ ყირიმი, თორემ უკრაინა ძალით გაგაძევებთ. პუტინი არ აპირებს დათმობას, ამიტომ უკრაინამ მას სანაცვლოდ სანახაობრივი დათმების სერია მიაყენა. დავიწყებთ იმით, რაც რუსეთის საიდუმლო ისკანდერის რაკეტების ბაზას დაემართა. 28 აპრილს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, ანუ SSO-მ, ტელეგრამზე გამოაცხადა, რომ მათ შეძლეს ისეთი რამ, რაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ უკრაინას არც კი უნდა სცოდნოდა, რომ მისი ბოლო სამიზნე ყივიმში საერთოდ არსებობდა. 28 აპრილის ღამეს SSO-ს Middle Strike-ის დრონებმა დაარტყეს ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების საცავ ადგილს, განაცხადეს SSO-ში. მათ დაამატეს, რომ დამალული ტექნიკა მდებარეობდა ყოფილი სარაკეტო ბაზის ტერიტორიაზე, სოფელ ოვრასკის მახლობლად, ოკუპირებული სიმფეროპოლიდან 40 კილომეტრის აღმოსავლეთით. ეს რუსეთისთვის სერიოზული დარტყმაა. მისი საიდუმლო ისკანდერის ობიექტი იყო ერთ-ერთი იმ გამაგრებული თავშესაფრებიდან, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში აშენდა ყირიმში. ცივი ომის პერიოდში ეს ობიექტები გამოიყენებოდა როგორც საცავი თავშესაფრები საბჭოთა R5 საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებისთვის. ახლა რუსეთი მათ იყენებს თავისი ისკანდერებისთვის. თითოეული ამ დამალული ბუნკერიდან მიწის ქვეშაა განთავსებული და დაცულია ბეტონის სქელი ფენებით, რომელთა სისქე 60 სანტიმეტრამდე, ანუ თითქმის 2 ფუტამდეა. უკრაინას მოუწია ამ დაცვის გადალახვა, ასევე იმ ნიადაგის ფენის, რომელიც ბუნკერებზე იყო დაყრილი. ზუსტად ეს გააკეთა უკრაინამ ყირიმში 28 აპრილს. უკრაინის მიერ არჩეული იარაღი ყირიმში ბოლო დარტყმისას, როგორც ჩანს, FP2 იყო. ამის შესახებ იუწყება უკრაინის ახალი ხმა. ეს საშუალო დარტყმის დრონები დამზადებულია Firepoint-ის მიერ, რომელიც უკრაინის Flamingos დრონ რაკეტის ჰიბრიდების მწარმოებელია და მათზე შესაძლებელია ისეთი დიდი საბრძოლო თავების დატანება, რომ ბეტონის გარღვევაც კი შეუძლიათ. ამჟამად ეს საბრძოლო თავი იწონის 105 კილოგრამს, ანუ 231 ფუნტს. Firepoint აცხადებს, რომ მომავალში გეგმავს თავისი FP2 დრონების საბრძოლო ძალის გაზრდას, 150 კილოგრამიანი, ანუ 330 ფუნტიანი საბრძოლო თავით. ასე რომ ესეც რაღაცაა პუტინო. მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმე იყო 28 აპრილის თავდასხმა შენს ისკანდერებზე, ყველაფერი ბევრად უარესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო რუსეთის საიდუმლო ისკანდერის ბაზაზე, არაფერი იყო კარგი პუტინისთვის და მისი უკრაინაში შეჭრისთვის. უკრაინამ ახლახან იაფფასიანი დრონებით გაანადგურა საცავი, სადაც ინახებოდა ისკანდერის რაკეტები, რომელთა გაშვებაც, როგორც UKR Informi ამბობს, რუსეთს $4 მილიონ უჯდება. ეს არის ინვესტიციაზე ასეთი უკუგება, რომლის ნახვაც უკრაინას ყოველთვის სურს. და სწორედ ეს შესაძლებლობა, იაფად და ხშირად მიაყენოს დარტყმები, ეხმარება უკრაინის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, რომ სამუდამოდ გამოსტაცოს ყირიმი პუტინის ხელიდან. ასეთი დარტყმებია, რომლებიც ყირიმში სიტუაციას ცვლის. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, პუტინი საკუთარ ჭრილობებს ჩაილოკავს, რადგან ისკანდერის რაკეტები უკრაინის დრონებმა გაანადგურეს. პრობლემა მხოლოდ ის ფული არ არის, რომელიც ოვრასკიზე 28 აპრილს დაიკარგა. პუტინი ისკანდერის რაკეტებს ეყრდნობოდა უკრაინის დასაშინებლად, მას შემდეგ რაც თავისი სასტიკი შეჭრა დაიწყო. ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა შეუძლია 500 კილომეტრამდე, ანუ 311 მილის მანძილზე ფრენა, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის ყირიმში ინახება. უკრაინის მატერიკულ ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული ნახევარკუნძულის მოქმედების არეშია. რუსეთმა ასევე შექმნა ისკანდერის საბრძოლო თავების სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის კლასტერული ვერსია, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართულებით მინიმუმ 2025 წლის აპრილიდან უშვებს. და ისკანდერ M-ს ბირთვული საბრძოლო თავის დარებაც შეუძლია. სანამ პუტინს ისკანდერის რაკეტები აქვს ყირიმში, მას შეუძლია უკრაინის მიმართ ბირთვული განადგურების ნაგულისმევი მუქარის შენარჩუნება. ეს მინიშნება ძლიერია, თუნდაც რუსეთს რეალურად არ ჰქონდეს ბირთვული საბრძოლო თავები ყირიმში. უკრაინაზე ისკანდერებით განხორციელებული ყოველი წარმატებული შეტევა შეგვახსენებს, რომ შეიძლება კიდევ უფრო უარესი მოხდეს. ამიტომ უკრაინამ ჭკვიანურად მოიქცა 28 აპრილს, როდესაც საიდუმლო ისკანდერის საცავი გაანადგურა. უკრაინამ მნიშვნელოვნად დააზიანა რუსეთის სარაკეტო შესაძლებლობები და შეანცირა ის საფრთხე, რომელსაც პუტინი ამიერიდან შეიძლება წარმოადგენდეს მატერიკზე. და უკრაინა ამაზე არ გაჩერებულა. ჯერ იყო ბეტონის განადგურება და სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი დრონი, რომლებმაც რუსეთის საიდუმლო საცავში ისკანდერის რაკეტები გაანადგურეს. შემდეგ 2 მაისს განხორციელდა შემდგომი დათქმა რუსეთის ისკანდერის შესაძლებლობებზე ყირიმში.
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ხამით განხორციელებულმა დარტყმების სერიამ მიზანში ამოიღო ისკანდერის სარაკეტო სისტემების მთელი ტაქტიკური ჯგუფი და რამდენიმე რადარის სადგური ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, ითხოვინება United 24 მედია. აქ ჩვენ ხედავთ მიზანმიმართულ კამპანიას, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყირიმის სარგებლიანობა, როგორც შეტევითი რესურსი პუტინისთვის. თუ ის ვერ შეძლებს ისკანდერების გაშვებას ნახევარკუნძულიდან, მაშინ რას შეძლებს? ეს იქნება კითხვა, რომელიც პუტინის გონებაში იტრიალებს, როცა უკრაინის დრონები გაანადგურებენ რუსეთის ისკანდერის რაკეტებს. რუსებისთვის, რომლებიც პუტინის მიერ უკანონო ანექსიის დასრულების შემდეგ გადავიდნენ ყირიმში, მნიშვნელობა არ ექნება, რას დაარტყამს უკრაინა. თავარია ის ფაქტი, რომ უკრაინამ საერთოდ მოახერხა რაიმეს დარტყმა და უკვე წლებია ასეთი იერიშებს ახორციელებს. პუტინის მთელი კონტროლი ყირიმზე დაფუძნებულია მის უნარზე დაიცვას ნახევარკუნძული. ეს დაცვა აშკარად შესუსტებულია და ყოველი დრონი, რომელსაც უკრაინა აგზავნის ოკუპირებული ყირიმის საჰაერო სივრცეში, რუსეთის ხალხს ახსენებს, რომ ომი, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო, ნებისმიერ დროს შეიძლება მათ კართან მივიდეს. თუ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობა დატოვებს ყირიმს, პუტინის კონტროლი ყირიმზე დასუსტდება. რაც უკრაინა აქ აკეთებს, ეს არის გზავნილი ამ სამოქალაქო მოსახლეობისთვის. წადით სანამ შეგიძლიათ, რადგან ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება. მაგრამ იმისთვის, რომ ეს გზავნილი დამახსოვრდეს, უკრაინას უნდა დაემატებინა ძახილის ნიშანი. ისკანდერის პოზიციებზე და რადარებზე დარტყმა კარგი დასაწყისია. ეს შესანიშნავია უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების თავიდან ასაცილებლად და მომავალში ყირიმში რუსულ ობიექტებზე მეტი დრონით შეტევის შესაძლებლობის გასახსნელად. მაინც უკრაინამ უნდა დაანახოს ოკუპანტებს, რომ დრო იწურება თუ სურთ ყირიმიდან გასვლა. და ეს სიცხადე პუტინის კოლონიზატორობის მსურველებისთვის სწორედ 2 დღის შემდეგ მოვიდა, რაც უკრაინამ რუსეთის საიდუმლო ისკანდერის თავშესაფარს დაადგა. უკრაინამ მიზანში ამოიღო ქერჩის ხიდი, რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. უფრო ზუსტად, უკრაინამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რათა ყირიმის ოკუპანტებისთვის ეცნობებინა, რომ ხიდის განეიტრალებას ამზადებს. 30 აპრილს უკრაინის საზღვაო ძალებმა ტელეგრამზე გამოაქვეყნეს შეტყობინება, სადაც განაცხადეს, რომ გაანადგურეს FSB-ს რამდენიმე საპატრულო ნავი, რომლებიც ამჟამად ქერჩის ხიდის დაცვას უზრუნველყოფენ. უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებით, 2026 წლის 30 აპრილის ღამეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა ქერჩის სრუტის რაიონში მთრის გემებისა და ნავების ფლოტს ზიანი მიაყენეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზუსტად იციან, რა დააზიანეს და ნათქვამია. დათქმის შედეგად დაზიანდა რუსეთის ფედერაციის FSB-ს საპატრულო ნავი ზობოლი და ანტიდივერსიული ნავი ბრაჩინოკი. დარტყმის შედეგად მტერმა ჰყავდა დაღუპულები და დაჭრილები. რა თქმა უნდა, ნავები ხიდი არ არის, მაგრამ ეს არ არის მთავარი. აქ უკრაინამ ორი რამ გააკეთა. პირველ რიგში მან გადასცა ის გაფრთხილება, რომელზეც ადრე ვახსენეთ, ოკუპირებულ ყირიმში ყველას, ვისაც სურს ან შეუძლია მოусმინოს. ის ნავები, რომლებიც ქერჩის ხიდის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, განადგურებულია. თუ ეს შესაძლებელია, წარმოიდგინეთ, რას უზამს უკრაინა თავად ხიდს. ეს არ არის ისე, თითქოს უკრაინას არ ქონდეს გამოცდილება ამ ხიდთან დაკავშირებით. ეს სასიცოცხლო ხაზი რუსეთის მატერიკზე უკვე რამდენჯერმე დაზიანდა. ბოლოს 2025 წლის ივნისში, როდესაც უკრაინამ გამოიყენა 1000 კილოგრამზე მეტი, ანუ დაახლოებით 2200 ფუნტი ტროტილი, რათა დანაღმული გაეხადა ქერჩის ხიდის დამჭერის საყრდენები. ამ აფეთქებით განხორციელებულ თავდასხმას ახლა შეიძლება მოხვდეს ხიდზე კიდევ მეტი დარტყმა. რაც მიგვიყვანს უკრაინის თავდასხმის მეორე ასპექტთან. ეს მხოლოდ საფუძვლის ჩაკრა. დღეს რუსული სადარაჯო ნავებია, რომლებიც ნადგურდება. ხვალ კი თავად ხიდი იქნება სამიზნე. უკრაინა ქმნის უსაფრთხო საზღვაო მარშრუტებს, რომლითაც შეუძლია გაგზავნოს თავისი საზღვაო დრონები და სხვა იარაღი ქერჩის ხიდისკენ. არ არის დამთხოვა, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები ხდება მაშინ, როცა უკრაინა ომში რუსეთთან ახალი და გაუმჯობესებული დრონების ვერსიებს იყენებს. ალბათ ამ საზღვაო დრონებს შორის ყველაზე ცნობილი არის Sea Baby და ამ დრონმა 2025 წლის ოქტომბერში განახლება მიიღო, რის შედეგადაც მისი ტვირთანწეობა 2000 კილოგრამამდე, ანუ 4400 ფუნტზე მეტამდე გაიზარდა. ეს ორჯერ მეტია იმ რაოდენობის ტენტეზე, რაც უკრაინამ გამოიყენა ქერჩის ხიდის საყრდენების დასაზიანებლად 2025 წლის ზაფხულში და ეს არის უკანასკნელი რამ, რაც რუსეთს სურს, რომ 2026 წელს მის სასიცოცხლო ხიდს მიუახლოვდეს. ეს შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც ახლა მოხდება, რადგან დამცავი ნავები უკვე განადგურებულია. მაგრამ აქ უფრო დიდი რამ ხდება, რაც შეიძლება ერთი შეხედვით ორი განცალკევებული, თუმცა შთამბეჭდავი დარტყმა ჩანდეს ყირიმში, სინამდვილეში უფრო დიდ მიზანს ემსახურება. ეს ყველაფერი ეხება რუსეთის ოკუპირებული ნახევარკუნძულიდან გაყვანას ისეთი გზით, როგორცაც არავინ ელოდა და ეს ყველაფერს ცვლის, ლის. მაგრამ სანამ ამას განვიხილავდეთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. და სწორედ ამიტომ ვქმით ჩვენს ვიდეოებს, რომ ავხსნათ ის, რაც ომში ხშირად შეუმჩნეველი რჩება. გამოიწერეთ დრესვე, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი ანალიზი. ეხლა უკრაინა ტრადიციული გზით ყირიმს არ აიღებს. ათასობით ჯარისკაცის გაგზავნა ნახევარკუნძულის დასაპყრობად უბრალოდ არ არის ვარიანტი. პირველ რიგში უკრაინას სჭირდება, რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ძალობა, რათა დაიცვას თავი რუსეთის შეტევებისგან მატერიკზე, განსაკუთრებით დონეცკში, სადაც რუსეთმა დაიწყო გაზაფხულის შეტევა, რომელიც სავარაუდოდ წლის განმავლობაში გაგრძელდება. ყირიმზე სახმელეთო შეტევა საჭიროებს რეზერვების გამოძახებას, რომლებიც მზად უნდა დარჩნენ უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლველად. ლოგისტიკის მხრივაც ყირიმზე სახმელეთო შეტევა რთული ამოცანაა.
ვლადიმირ პუტინმა წლები დახარჯა ნახევარკუნძულზე ჯარების თავმოყრაში და მიიჩნევა, რომ მას კვლავ ჰყავს იმ 32500 ჯარისკაციდან უმეტესობა, რომლებიც 2020 წლისთვის ნახევარკუნძულზე ჰყავდა განთავსებული და რომლებიც მზად არიან სახელმწიფო შეტევის მოსაგერიებლად. თუნდაც უკრაინას არ უწევდეს საკუთარი თავის დაცვაზე ფიქრი, ოკუპირებულ ყირიმზე ტრადიციული შეტევა უზარმაზარი გამოწვევა იქნებოდა. უკრაინას ძალიან შეზღუდული არჩევანი აქვს, როდესაც საქმე მის ჯარებს ნახევარკუნძულზე შეყვანას ეხება. ამფიბიური შეტევა შეუძლებელი არ არის, მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავად გაანადგურა უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მრავალი ერთეული ომის განმავლობაში. ეს ყველაფერი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იქნა მიღწეული. უკრაინას რეალურად არ აქვს საზღვაო შესაძლებლობები, რომ ათასობით ჯარისკაცი შავი ზღვის გავლით ყირიმში გადაიყვანოს და ასეთი ოპერაციის მცდელობა გარდაულად გამოიწვევს მასიურ მსხვერპლს, რადგან რუსეთი მოახლოებულ ჯარისკაცებს ცეცხლს გაუხსნის. სივაშის გავლით ყირიმში გადასვლის მცდელობა, რომელიც დაბალი მიქცევების დროს გადალახვადი მარჩხი ლაგუნებით არის სავსე, უკეთესი, თუმცა მაინც ძალიან საშიში ვარიანტია. სივაში გახდება ბოთლის ყელი, რომელსაც რუსული артиლერია და რაკეტები დაუმიზნებენ. იგივე ეხება 3 მილიან ხმელეთის ზოლს, რომელიც ყირიმს ხერსონთან აკავშირებს. პერიკოპის ისთმუსი, როგორც ამ ზოლს ეწოდება, უბრალოდ საკმარისად ფართო არ არის იმისთვის, რომ უკრაინამ ყირიმში ჯარის გადაყვანა მოახერხოს რუსული თავდაცვითი პოზიციებისგან გამოწვეული დიდი დანაკარგების გარეშე. ამიტომ ყირიმის ტრადიციული სამხედრო გზით გათავისუფლება უკრაინისთვის არ არის შესაძლებელი. მაგრამ ეს აუცილებელი არც არის. როგორც უკვე ვახსენეთ, პუტინის ძალაუფლების მთავარი გასაღები ყირიმზე არის მისი უნარი, დაიცვას ნახევარკუნძული იმ რუსი მოქალაქეების სახელით, რომლებიც ყირიმში გადავიდნენ მისი უკანონო ანექსიის შემდეგ. ეს საკმაოდ მარტივი შეთანხმებაა. ეს მოქალაქეები პუტინის სახელით რუსიფიცირებენ ყირიმს, ხოლო პუტინი უზრუნველყოფს, რომ ყირიმი ყოველდღე არ იბომბებოდეს უკრაინული დრონებითა და რაკეტებით. აქედან იწყება უკრაინის შესაძლებლობა ყირიმის გათავისუფლებისთვის. ეხლა ნახევარკუნძულთან მიმართებით სრულიად არატრადიციული მიდგომა გამოიყენება. უკრაინის ყირიმის სტრატეგიის ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის გავლენა ნახევარკუნძულზე შესუსტდეს სამხედრო რესურსების სისტემური განადგურებით, რომლებიც თითქოს ყირიმს რუსი ხალხისთვის უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილად აქცევს. უკრაინის საზღვაო შეტევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე ამ გეგმის პირველი ეტაპი იყო. ომის პირველ 2 წელიწადში უკრაინამ სისტემურად გაანადგურა რუსეთის სამხედრო გემები, რომლებიც ამ ფლოტის ნაწილი იყო. ის ამას ახლაც აგრძელებს. 18 აპრილის ღამეს უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში 2 რუსული სადესანტო ხომალდი დაარტყა. მაგრამ შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ თავდაპირველმა სტრატეგიამ გამოიწვია ამ ფლოტის მესამედის განადგურება, ან გამოუყენებლად ქცევა, რაც თავის მხრივ პუტინს აიძულა რუსეთის სამხედრო გემების სევასტოპოლის პორტში მდებარე შტაბ-ბინიდან გაეყვანა. რუსეთის ყირიმის ჭავშანში ბზარი გაჩნდა. სინამდვილეში ეს მხოლოდ ბზარი კი არა, არამედ უზარმაზარი ნაპრალია ჯავშანში, რადგან ის საზღვაო ძალა, რომელიც რუსეთისთვის ყირიმის დაცვას უნდა უზრუნველყოფდეს, ნოვოროსიისკში გადაიყვანეს, სადაც ის ბევრად ნაკლებად ეფექტურია. შავი ზღვის ასეთი მასშტაბით გაწმენდის შემდეგ უკრაინამ შეძლო ყურადღება მიექცია თავისი სტრატეგიის მეორე ნაწილზე, რაც ყირიმში არსებული სამხედრო რესურსების მუდმივ და თანმიმდევრულ განადგურებას გულისხმობს. უკრაინამ დაასუსტა ყირიმი იმ გაგებით, რომ ის ვეღარ ასრულებს იმ ლოგისტიკურ როლს, რომელსაც პუტინი ფიქრობდა, რომ შეასრულებდა, როდესაც თავისი შეჭრა დაიწყო. მომარაგების ჭაჭვები გაწყვეტილია, როგორც ყირიმისკენ, ისე ყირიმიდან, რის შედეგადაც ნახევარკუნძული სულ უფრო იზოლირებულია მხარდაჭერისგან. ამავე დროს უკრაინა სულ უფრო თამამად ახორციელებს თავდასხმებს თავად ყირიმზე. ისინი, რომელთაც განვიხილეთ, მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მრავალი დარტყმიდან, რომლებიც რუსულ საჰაერო თავდაცვიდან დაწყებული ჯარისკაცთა შეკრებებამდე ყველაფერს მიზანში იღებდა. სინამდვილეში თავდასხმები პირველზე იმდენად ინტენსიური იყო, რომ სწორედ ამან გახსნა საჰაერო კორიდორები, რომლებიც უკრაინას სჭირდებოდა თავისი დრონების საიდუმლო ისკანდერის ბაზებამდე მისასვლელად. ახლა თითქმის არც ერთი კვირა არ გადის ისე, რომ არ გავიგოთ კიდევ ერთი უკრაინული დარტყმის შესახებ ყირიმის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. მაგალითად, 29 აპრილს უკრაინის დრონებმა დაარტყეს MR-10-ის რადარის სადგურს და საჰაერო თავდაცვის სისტემას იმავე ღამით, როცა ქვეყანამ ასევე დააზიანა ყირიმის ნავთობის საცავი. ეს ისევ და ისევ მეორდება. და ყოველი თავდასხმისას, რომელსაც უკრაინა ახორციელებს, ის გზავნილს უგზავნის რუს ოკუპანტებს ყირიმში. ისინი უსაფრთხოდ არ არიან, პუტინი ვერ დაიცავს მათ. და მაშინაც კი, როცა რუსეთის ლიდერი სასუწარკვეთილად აგზავნის დამატებით თავდაცვის საშუალებებს ყირიმში, რათა ჩაანაცვლოს ისინი, ვინც ნახევარკუნძულმა დაკარგა, უკრაინა ანადგურებს მათ და სარგებლობს იმით, რომ პუტინი ასუსტებს რუსეთს სხვა ადგილებში, მაშინ როცა ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სუსტი კონტროლი ყირიმზე. უკრაინა არ აპირებს ჯარების გაგზავნას ყირიმში, მას ამის საჭიროება არ აქვს. თავისი დრონებით, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო და რაკეტებით, უკრაინა ანადგურებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს ისე, რომ ფეხიც კი არ დაუდგამს მასზე. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს აშინებს რუს სამოქალაქო მოსახლეობას. უკრაინა არ უმიზნებს ამ სამოქალაქო მოსახლეობას თავისი იარაღით. ზელენსკი პუტინი არ არის. მაგრამ უკრაინა თავისი ყოველი წარმატებული დარტყმით ამ მოქალაქეებში ქმნის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ იქიდან. დავაიგნოროთ პუტინის სურვილი ნახევარკუნძულის რუსიფიკაციის შესახებ. თუ ის ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ხალხს მოუნდება უკან რუსეთის მატერიკზე მდებარე ქალაქების შედარებით უსაფრთხოებაში დაბრუნება. არა რომ უკრაინას არ შეუძლია იმ ქალაქებზეც დარტყმა, მაგრამ ის მათზე იმდენად ხშირად არ დაარტყამს, როგორც ახლა ურტყამს ყირიმს. აქ შემოდის თამაში ქერჩის ხიდის მცველი ნავების წინააღმდეგ გახორციელებული თავდასხმები.
ის ხიდი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრს გონია პუტინისთვის ყირიმზე კონტროლის შესანარჩუნებლად. და ეს არ არის იმ მიზეზით, რასაც ბევრი ფიქრობს, ან რასაც პუტინი ფიქრობდა, რომ იქნებოდა. ქერჩის ხიდი რუსეთისთვის ლოგისტიკური სიცოცხლის ხაზი უნდა ყოფილიყო. ჯარები და ტექნიკა ამ ხიდით შეიძლებოდა რუსეთიდან ყირიმში შესულიყო და შემდეგ ისევ გასულიყო ფრონტის ხაზზე მისაღწევად. ყოველ შემთხვევაში ეს იყო გეგმა. თუმცა 2024 წლის მაისისთვის რუსეთი აღარ იყენებდა ხიდს თავისი ფრონტის ხაზის ძაძალების მომარაგებისთვის, რაც ადრეული ნიშანი იყო იმისა, რომ უკრაინის სტრატეგია ხირიმის გასათავისუფლებლად მუშაობდა. იზოლაცია და შემდეგ დართმა. ეხლა ხიდი ისევ სიცოცხლის ხაზია, მაგრამ ეს სიცოცხლის ხაზი იმ რუსებისთვისაა, რომლებმაც 2014 წლიდან უკანონოდ ლანექსირებული ყირიმი თავიანთ სახლად აქციეს. კიევის დამოუკიდებელი გამოცემის მიხედვით, ანექსიიდან 2023 წლის დეკემბრამდე ყირიმში 800,000-მდე რუსი მოქალაქე გადავიდა. ახლა ისინი ნახევარკუნძულის მოსახლეობის უმრავლესობას უმრავლესობას წარმოადგენენ, რადგან იმ ანგარიშის მომზადების დროს იქ მხოლოდ დაახლოებით 100,000 უკრაინელი იყო დარჩენილი. ეს მიგრაცია რუსეთმა წაახალისა ყველაფრით, დაწყებული პრეფერენციული იპოთეკური სესხეხებით, დამთავრებული უკრაინელი მოქალაქეების მატერიკზე გაძევებით, მაგრამ ეს ყველაფერი დაფუძნებული იყო პუტინის დაცვის დაპირებაზე. ეს საფუძველი ახლა უკვე ჩამოიშალა. და უკრაინის მიერ კერჩის ხიდის გარშემო სადარაჯო ნავების მიზანში ამოღება არის გაფრთხილება რუსებისთვის, რომლებიც ყირიმში ცხოვრობენ. უკრაინას შეუძლია ნებისმიერ დროს დაარტყას ამ ხიდს და ეს დარტყმა ძლიერი იქნება. ყირიმში უკანონოდ ჩასახლებულ რუს მოქალაქეებს მალე შეიძლება მოუწიოთ ყურება, როგორ ინგრევა ერთადერთი გზა, რომლითაც შეუძლიათ ნახევარკუნძულიდან გასვლა, ზუსტად ისე, როგორც პუტინის მიერ მიცემული ყველა დაცვის დაპირება. ახლა მათ არჩევანი აქვთ: ან დატოვონ ყირიმი, სანამ ხიდი ჯერ კიდევ დგას, რაც ყირიმის დერუსიფიკაციას უწყობს ხელს, ან დარჩნენ, შესაძლოა უყურონ ქერჩის ხიდის დანგრევას და იცხოვრონ იმ შეგრძნებით, რომ თავდაცვა, რომელიც უკრაინის შეჩერებას უნდა ემსახურებოდეს, მელნელა ინგრევა თითოეული დრონის დართვით. უკრაინის გეგმა მოკლევადიან შედეგებს იძლევა, მაგრამ მას გრძელვადიანი მიზანი აქვს. ქვეყანა იმაზე დებს ფსონს, რომ შეძლებს რუსეთი შეაჩეროს მატერიკზე, მიატენოს მას კატასტროფული დანაკარგები, სანამ რუსეთი იძულებული არ გახდება უკან დაიხიოს. შემდეგ უკრაინა შეძლებს კონცენტრირდეს ყირიმის დაბრუნებაზე უფრო ტრადიციული გზებით, მაგრამ შეიძლება ამას არც კი დასჭირდეს. იმ დროისთვის, როცა რუსეთი უკან დაიხევს, ისეთი დარტყმები, როგორიც გვიან აპრილსა და მაისის დასაწყისში ვიხილეთ, შესაძლოა მთლიანად გაანადგუროს ყირიმში რუსეთის სამხედრო ყოფნა. მაშინ საქმე აღარ იქნება სახმელეთო შეტევის დაწყებაში. უკრაინას შეეძლება ყირიმის დაბრუნება მაშინ, როცა რუსეთი უკან იხევს. ეს ყველაფერი მისი შორმანძილზე დათმების წყალობით. არა იმის თმა მინდა, რომ უკრაინა არ არის საკმარისად ძლიერი თავისი ტერიტორიის ძალით გასათავისუფლებლად, როცა ეს დასჭირდება. ამას 2026 წლის მარტი სრულად ადასტურებდა. როდესაც მისი ჯარები უკრაინაში მასობრივად იღუპებიან, რუსეთის ნავთობის ტერმინალები იწვის და მისი მოკავშირეები მთელ მსოფლიოში ან სუსტდებიან, ან განადგურებულნი არიან. პუტინს სულ მცირე აფრიკა მაინც ჰქონდა, რაზეც შეეძლო დაეხთნო. იქ რუსეთს ჯერ კიდევ ჰქონდა გავლენა, ხმა, ძალა. მაგრამ ეს ყველაფერი ქრება. რუსეთმა აფრიკაში სერიოზული დარტყმა მიიღო, რადგან მალიში ისტორიული დამცირება პუტინისთვის ავის მომასწავებელია. რუსეთის ლიდერს ზურგში დანაჩა არტყეს და პუტინისთვის შედეგები ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ყველაფერი რუსეთის აფრიკის კორპუსს უკავშირდება. ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის ნანგრევებიდან შექმნილი, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში იყენებდა მალიში მთავრობისთვის ხალხის კონტროლის შესანარჩუნებლად. აფრიკის კორპუსი უნდა ყოფილიყო დამცველი, მალიის მთავრობის მცველი და პუტინის გავლენის გამორცელებელი აფრიკაში. მაგრამ 27 აპრილს ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ჩრდილოეთ ქალაქ კიდალში, რომელიც აფრიკის კორპუსის მთავარი საყრდენი იყო და მალიში მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრია, რამდენიმე ამბოხებული ჯგუფის კოორდინირებულმა თავდასხმამ, რუსული და მალიური ძალები იზოლაციაში მოაქცია. ალყაში მოაქცია და შემდეგ ქალაქიდან გააძევა. დარტყმა მოყვა თავდასხმების სერიას, რომელშიც ეს ამბოხებული ჯგუფები გაერთიანდნენ და მალიში რუსულ და სამთავრობო ძალებზე ერთობლივი შეტევები განახორციელეს. აფრიკის კორპუსის განცხადებით კი ოპერაციაში დაახლოებით 12,000 მებრძოლი მონაწილეობდა. ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის. რაც დადასტურებული არის, სროლა მალის დედაქალაქ ბამაკოში, დრონების იერიშები და ავტომობილების აფეთქებები. მალის თავდაცვის მინისტრი სადიო კამარა ახლა გარდაცვლილია. ის იყო ავტომობილის აფეთქების ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელმაც ასევე იმსხვერპლა მისი ორი შვილიშვილი და მეორე ცოლი. ამბოხებულები, რომელთა შორისაც არის აზავადის გათავისუფლების ფრონტი, რომელიც ტუარეგ სეპარატისტებითაა სავსე, და ისლამისა და მუსლიმების მხარდამჭერი ჯგუფი, რომელსაც Arab News Al-Qaeda-სთან აკავშირებს. მალიში სამხედრო ხუნტას მთელი ქვეყნის მასშტაბით უტევენ. ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო. აქ ისეთი კოორდინაციის დონეა, რომელსაც პუტინი არასდროს ელოდა. ეს რუსეთისთვის დიდი დამცირებაა, რომელსაც უამრავი შედეგი აქვს და მალე ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ. მაგრამ თუ კიდალში დავბრუნდებით, მოკავშირე ძალებმა, რომლებმაც ქალაქს, სადაც სამხედრო ბაზაა განთავსებული, თავს დაესხნენ, ნათლად აჩვენეს, რამდენად არაეფექტურია რუსეთის აფრიკის კორპუსი. რუსი დაქირავებულები, რომლებიც მალელი და ხუნტის პარტნიორები უნდა დაეცვათ, საბოლოოდ საკუთარი ბაზის პერიმეტრის შიგნით აღმოჩნდნენ გამომწყვდეულები. იმის ნაცვლად, რომ ბრძოლით გაეკულიათ გზა, აფრიკის კორპუსმა და მალის არმიამ აჯანტებულებთან შეთანხმებას მიაღწიეს. აღარ იქნებოდა სისხლისღვრა. აფრიკის კორპუსი ბანაკს დატოვებდა, კუთ ჩამოყრილი და დამარცხებული.
როცა ისინი ტოვებდნენ ბანაკს, რუსულმა და მალურმა ძალებმა ბანაკში ასებული აღჭურვილობა დაწვეს, სასოწარკვეთილი მცდელობით, რომ ის მტრის ხელში არ აღმოჩენილიყო. ეს არის ის რუსული ძალა, რომელსაც მალის ხუნტას უნდა შეეძლო ენდო. აფრიკის კორპუსმა ახლახან გამოავლინა, რომ ის ქაღალდის ვეფხვია. ალბათ ამ ყველაფერში ორი ყველაზე დამაზიანებელი ასპექტი არის ის სამუშაო, რომელიც გაუქმდა და აღჭურვილობა, რომელიც დაიკარგა. დაახლოებით 2 წელიწადი და ნახევარი მანამდე, სანამ ამბოხებულები კიდალს დაიბრუნებდნენ, პუტინის ძალებმა მალიში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინეს. ისინი ქალაქში შეიჭრნენ და თავიანთი დროშა აღმართეს მას შემდეგ, რაც წარმატებით წაართვეს კიდალი ტუარეგ მეამბოხეებს. იმ დროს ეს იყო ის, რაც მალიმ უნდა ენახა. ძლიერი ძალა, რომელიც მის ხუნტას საშუალებას აძლევდა, რომ წინააღმდეგობა გაეწია სეპარატისტებისთვის, რომლებიც მას ეწინააღმდეგებოდნენ. და ბოლო 30 თვის განმავლობაში აფრიკის კორპუსი და მალის ხუნტა ერთად მუშაობდნენ, რომ კიდალი შეენარჩუნებინათ. აპრილის აჯანყება ეს ყველაფერი რამდენიმე დრეში გაანადგურა. პუტინი შერცხვენილი დარჩა და ამას მოჰყვა კიდალში რუსეთის აღჭურვილობის დანაკარგების ანალიზიც. მილიტანის მიხედვით რუსეთის დაქირავებულებმა დაკარგეს BTR-82A ჯავშანტრანსპორტიორი, Tornado U ჯავშანმანქანა და ჩინური წარმოების VP-11 ჯავშანმანქანა. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ აფრიკის კორპუსშიც ჰქონდა გარკვეული დანაკარგები, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ასევე უცნობია რა ბედი ეწია BMP-3 Tiger M და Spartak 5 9095 ერთი ჯავშანმანქანებს, რომლებსაც კორპუსი იყენებდა ამბოხებულებთან ბრძოლაში. არ ჩანს, რომ ეს მანქანები კიდალს აფრიკის კორპუსთან ერთად დატოვებდნენ, როდესაც რუსეთის დაქირავებულებმა თავიანთი გასვლა მოილაპარაკეს. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი დაწვეს ან ხელში ჩაიგდეს. ეს არის ის ტექნიკა, რომელიც უნდა შეეჩერებინა მსგავსი რამ კიდალში. ახლა რუსეთის დაკარგული მანქანები მონუმენტად იქცა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სუსტია მისი ძალაუფლების ბაზა მალიში. მალის ხუნტას შეეძლო ეს დაენახა, რომ არამისი ასეთი დაჟინებული სურვილი რუსეთთან ერთად ემუშავა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. უკვე 2024 წლის ივლისში იმ ხუნტამ საკუთარ თავზე გამოსცადა, რა ხდება, როცა რუსი დაქირავებულები ტუარეგ მებრძოლებს ეჯახებიან. დაქირავებულები, რომლებიც ვაგნერის ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელიც ახლა აფრიკის კორპუსად იქცა, დამარცხდნენ ძალიან ცუდად. ათეულობით მათგანი ტუარეგების ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა ალჟირის საზღვართან, რამდენიმე ხუნტის წევრთან ერთად. ეს ხუნტისთვის გაფრთხილება იყო. რუსეთის დაცვა ისეთი ღირებული არ არის, როგორც პუტინი ამტკიცებს. ულფ ლაიზინგი, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ანალიტიკოსია და მალიშია განთავსებული, ამბობს, რომ კიდალში მომხდარი რუსეთისთვის სრული მარცხია. რუსები იქ იმისთვის იყვნენ, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ. ანუ ამტკიცებდნენ, რომ მიზნებს აღწევდნენ და ახლა ძალიან დამამცირებლად ტოვებენ ქვეყანას, ამბობს ლაიზინგი რადიო თავისუფლებასთან საუბარში. თუ ნახავთ რას ტოვებენ უკან, მაგალითად მთელ დრონების სადგურებს. აფრიკის კორპუსი თითქოს ბევრ ამას აკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ ისინი დამარცხდნენ, ამატებს ის. აფრიკის კორპუსი მალიში მძიმედ დასუსტა. ეხლა რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს ზიანის კონტროლს. Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალიში მმართველი ხუნტის ლიდერი შეხვდა რუსეთის ელჩს მალიში, იგორ გრომიკოს, რათა 28 აპრილს განეხილათ შემდეგი ნაბიჯები. რუსეთმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, რომ ამბოხი გადატრიალების მცდელობად შეეფასებინა. მაშინ, როცა მალიში ხუნტის ლიდერმა, ასიმი გოიტამ პირველად აჩვენა თავი კიდალის დაცემის შემდეგ. გოიტა ცდილობდა ძალა ეჩვენებინა. შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში მან განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება მანამ, სანამ შეიარაღებული ჯგუფები სრულად არ იქნება განეიტრალებული და უსაფრთხოება მთელ ქვეყანაში მდგრადად არ აღდგება. კარგია ესეთი ქმედებებით დამუქრება, მაგრამ რაც ახლა მოხდა, მალიში ხუნტის სასარგებლოდ არ არიქმება. ის ახლახან გამოაძევეს მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი პუნქტიდან, სწორედ იმ შეიარაღებულმა ჯგუფებმა, რომელთა განეიტრალებასაც გოიტა მალე აპირებს. ეს კარგი სურათი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხუნტამ რუსი დაქირავებული მებრძოლების ჯგუფთან ერთად დატოვა ტერიტორია. რაც შეეხება რუსეთს, ის ბევრს არაფერს ამბობს. გარდა იმისა, რომ თავდასხმას გადატრიალების მცდელობა უწოდა და დაადასტურა, რომ არიან დაღუპულები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან ცოტა დეტალი გაამჟავნა რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ ყველაფერში. რუსეთის სამხედრო ბლოგერები ასეთი საიდუმლოებით მოცულები არ ყოფილან, იუწყება გარდიანი. ისინი ცდილობენ შეაქონ აფრიკის კორპუსი იმისთვის, რომ მათ მინიმუმამდე დაიყვანეს მსხვერპლი მალიში მმართველი ხუნტის მხრიდან. ეს უფრო ზიანის კონტროლს გავს, ვიდრე ზუსტ ასახვას იმისა, რაც მოხდა სანდრიანი ბრძოლის დროს, რომელმაც რუსეთს მალიში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში პოზიცია დაუკარგა. რეალობა ისაა, რომ რუსეთი ახლახან მთელი აფრიკის თვალწინ დამცირდა. და ეს დამცირება ბევრად უფრო ღრმაა. რაც ზედაპირზე ჩანს, თითქოს რუსი დაქირავებულების ქალაქიდან გაძევების იზოლირებული შემთხვევა იყოს. სინამდვილეში ბევრად უფრო საზიანოა პუტინისთვის, ვიდრე მას სურს, რომ დაიჯეროთ. იმის შედეგები, რაც ახლა მოხდა, უზარმაზარი იქნება და ჩვენ გეტყვით რა შედეგები იქნება. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, სწორედ ამიტომ ვქმნით სამხედრო შოუს, რომ აგიხსნათ, როგორ მოძრაობს ძალაუფლება სინამდვილეში. თუ არხზე ახალი ხართ, გამოიწერეთ, რომ არ გარგამოგრჩეთ შემდეგი ამბები. ეხლა რომ გავიგოთ, რატო იყო მალიში მომხდარი ასეთი დამაზიანებელი პუტინისთვის, უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავდა აფრიკის კორპუსის ოპერაციები ამ ქვეყანაში რუსეთისთვის. მალი უნდა ყოფილიყო რუსეთის საყრდენი და საცდელი პოლიგონი აფრიკაში. თავად ქვეყანა ხშირად გლობალურ გეოპოლიტიკურ რადარზე მხოლოდ უმნიშვნელო წერტილად ჩანს.
შეიძლება გაიგოთ ხოლმე გადატრიალების მცდელობის ან ტერორისტული თავდასხმის შესახებ, მაგრამ მალი შორს არის მსოფლიო არენაზე გავლენიანი მოთამაშისგან. თუმცა წლების განმავლობაში მალი იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლის ეპიცენტრში, რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამ ბრძოლაში, როგორც ჩანს, რუსეთმა მოიპოვა უპირატესობა. 2013 წელს, როდესაც ფრანგი ჯარისკაცები ქვეყანაში ჩავიდნენ მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებმაც ამბოხება ხელში ჩაიგდეს და ქვეყანას დაპყრობით ემუქრებოდნენ, მალიში მთავრობა აღფრთოვანებული იყო. მალიში გაგზავნეს 5000 კაციანი ფრანგი ჯარისკაცების კონტინგენტი და გარკვეული დროის განმავლობაში ჩანდა, რომ დასავლეთმა მოიგო ბრძოლა მალელების გულებისთვის. მაგრამ 2021 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მან გამოაცხადა, რომ საფრანგეთი მალიდან გაიყვანს ინძალის ნახევარს, რომელიც იქ გაგზავნა. რეაქციამ ესიერი იყო. მალის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჩოგუელ მაიგამ საფრანგეთი მალისთვის მიტოვებაში დაადანაშაულა, რამაც გამოიწვია მაკრონის მძაფრი პასუხი, რომელმაც მალის სამხედრო მთავრობა დაგმო, როგორც დემოკრატიული ლეგიტიმაციის არ მქონე, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ერთ წელზე ნაკლებ დროში ორი გადატრიალება მოხდა. გაყოფა აშკარა იყო. საზოგადოებრივი აზრი მალიში, ასევე ფრანგი ჯარისკაცების წინააღმდეგ შემოbrunდა, რადგან ზოგიერთმა მათში კოლონიზატორები დაინახა საკუთარ ტერიტორიაზე. რუსეთმა ეს ყველაფერი დაინახა და შენიშნა, რომ ძალაუფლების ვაკუუმის შევსების შესაძლებლობა არსებობდა. არ გასულა დიდი დრო საფრანგეთთან კონფლიქტის შემდეგ, რომ გაირკვა, რუსეთი ვაგნერის დაქირავებულებს სთავაზობდა, რათა შეევსოთ ის სიცარიელე, რომელიც საფრანგეთის ჯარისკაცების დასმამ დატოვა. ბევრმა მალიში ამ ნაბიჯს მიესალმა, ალბათ ფიქრობდნენ, რომ რუსეთი უფრო ნეიტრალური მხარე იქნებოდა, რომელსაც მალიში პოლიტიკა არ დააინტერესებდა, ითხოვინება BBC. რა თქმა უნდა, ეს იყო გულუფხვილ რწმენა, მაგრამ ამან გზა გაუხსნა რუსეთს, საფრანგეთისა და კოლექტიური დასავლეთისთვის სიმბოლური დარტყმა მიეყენებინა, როცა აფრიკაში უფრო მეტ გავლენას იძენდა. ამ ორ კურდღელს ერთი გასროლით მიდგომამ გაამართლა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის გავლენა მალიში გაიზარდა. 2024 წლის აგვისტოსთვის მალინ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინასთან. მისი მთავრობის განცხადებით უკრაინის ოფიციალური პირები ტუარეგ სეპარატისტი ამბოხებულების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ. ასევე არსებობდა მტკიცებები, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურები ჩართული იყვნენ სეპარატისტებსა და მალის ხუნტას შორის ბრძოლაში ალჟირის საზღვართან, რამაც მალის კიდევ უფრო მეტი იზოლაცია გამოიწვია. რუსეთი ხელებს იფშნედა. აფრიკის კორპუსის ეს ექსპერიმენტი ამართლებდა, რადგან მისი საცეცები სულ უფრო ღრმად აღწევდა მალიში. რუსეთმა დაცვა და ცოცხალი ძალა შესთავაზა. ხუნტას ოში თაფლს აწვეთებდა, რათა ის უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ განეწყო და ეს ყველაფერი მუშაობდა. რუსეთის გავლენის გაფართოების მოდელი აფრიკის სხვა რეგიონებში თითქოს ყალიბდებოდა და ეს ყველაფერი ეფუძნებოდა იმ ძალას, რომელსაც რუსული სამხედრო და მასთან დაკავშირებული დაქირავებული ჯგუფები სთავაზობდნენ. მაგრამ პუტინის ყველა ინტრიგის ქვეშ ყოველთვის იყო მკიფეობა. ეს ახლახან გამოაშკარავდა კიდალში და არსებობს სამი პრობლემა, რომელიც რუსეთის მიერ მალიში თავის პარტნიორების დაცვის ჩავარდნამ ამ მნიშვნელოვან ქალაქში შექმნა. პირველ რიგში არის ფაქტი, რომ რუსეთმა ვერ დაინახა საბრძოლო ძალების გაერთიანება, რომელმაც საბოლოოდ აფრიკის კორპუსი კიდალიდან გააძევა. ეს უზარმაზარი პრობლემაა, მხოლოდ ცეცხლის ძალასა და დაცვას მიღმა. რუსეთს უნდა შეეძლოს გლობალური სადაზვერვო ქსელის გამოყენება, რომელიც მას საშუალებას აძლევს ასეთი პრობლემები წინასწარ გათვალოს. რუსეთმა ეს მალიში ვერ შეძლო. მეამბოხე ძალებმა ისეთი კოორდინაცია მოახდინეს, რასაც რუსეთი ვერასდროს წარმოიდგენდა, რაც აჩვენებს, რომ მალიში ხუნტის მოშორების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია დაძლიოს იდეოლოგიური განსხვავებები ტუარეგ სეპარატისტებსა და ისლამისტ მებრძოლებს შორის, რომლებმაც ძალები გააერთიანეს. თუ რუსეთის ძალა მალიში და აფრიკის სხვა ქვეყნებში მდგომარეობს დაყოფის გამოყენებაში, მაშინ ერთიანობის ეს მაგალითი ბოლო რამ იქნებოდა, რაც პუტინს უნდოდა დაენახა. ეს პუტინს დააფიქრებს და მსოფლიოში ჩატარებული ყველა შოუს მსგავსი შეხვედრაც კივე შეცვლის იმ ფაქტს, რომ მალიში მმართველი ხუნტა ახლა სერიოზულ პრობლემაშია. მეამბოხე ჯგუფი მთელ მალიში უტევს, იქნება ეს პირდაპირ, როგორც კიდალში, თუ მანქანის აფეთქებებით და სხვა ქმედებებით, რასაც მალის დედაქალაქში ვხედავთ. ქაოსი შეიძლება იყოს კარგი რუსეთისთვის, მაგრამ ეს ქაოსი საბოლოოდ კონტროლში უნდა გადაიზარდოს. რუსეთს ეს კონტროლი აქვს მალის ხუნტის მეშვეობით, მაგრამ ეს კონტროლი პუტინის ხელიდან უსხდება და ერთიანი ძალის ხელში გადადის. შეტევის მასშტაბი შეიძლება საკმარისი იყოს მალის ხუნტის გადასაყენებლად, რაც პუტინს ისევ საწყის წერტილში დააბრუნებს მისი მცდელობებისთვის, გავლენა მოახდინოს ამ პატარა აფრიკულ ქვეყანაზე. მაგრამ ამ დაუყოვნებელი პრობლემის უკან რუსეთს კიდევ უფრო დიდი საფრთხე ელოდება. ადრე ვთქვით, რომ მალი აფრიკის კორპუსისთვის ერთგვარი სატესტო შემთხვევა იყო. ამ ტესტის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ რუსეთი ნებისმიერი აფრიკული ქვეყნის დამცველი შეიძლება გამხდარიყო, რომელიც მას მიმართავდა. ეს იყო მთელი აზრი იმისა, რომ მალიდან გამსვლელი ფრანგული ძალები დაქირავებულებით ჩაენაცვლებინათ. არი ნერვიულოთ დასავლეთთან დაახლოებაზე. რუსეთი თქვენს გვერდითაა. 2025 წლის დასაწყისში რუსეთმა თავისი დაპირება შეასრულა და ბამაკოში 3 კოლონა გაგზავნა, რომლებმაც მიიტანეს ჯავშან მანქანები, ტანკები და სხვა აღჭურვილობარლობა. თუმცა ეს ყველაფერი ძალის ილუზიად აღმოჩნდა და არა იმ რეალურ სამხედრო ძალად, რომელიც მალის ხუნტას სჭირდებოდა. როდესაც აფრიკის კორპუსი კიდალში პირველ ნამდვილ გამოცდას შეეჯახა, მან ვერ გაართვა თავი. რუსეთის მტკიცებები ხუნტის მებრძოლების დაცვის შესახებ სუსტია. რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ აფრიკის კორპუსი ალყაში ექცევა და შემდეგ ნებდება, რათა თავი დააღწიოს რთულ მდგომარეობას. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის აფრიკის სხვა რეგიონებში.
თუ ეს არის ის საბრძოლო ძალა, რომელმაც რუსეთეთი აფრიკის კონტინენტზე მთავარ გარე უსაფრთხოების ძალად უნდა დაამკვიდროს, მაშინ სხვა ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი ეპრანჭება, ამას აუცილებლად შეამჩნევენ. და ისინი მხოლოდ რუსეთის მარცხს მალიში არ დაინახავენ. ბოლო რამდენიმე წელი სავსეა მაგალითებით, როცა რუსეთი უსაფრთხოებას პირდებოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა თავისი მოკავშირეების დაცვას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში რუსეთმა ვერ უზრუნველყო ის უსაფრთხოება, რაც დაპირებული ჰქონდა. სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა კვლავ უკავშირდება იმას, რომ რუსეთმა ვერ შეძლო იმ ძალის ჩვენება, რომელსაც ის იჩემებს. ვენესუელის ყოფილი დიქტატორის ნიკოლას მადუროს ბოლოდროინდელი შემთხვევაც კი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ინგრევა რუსეთის მოკავშირე, მაშინ როცა ვლადიმერ პუტინი არაფერს აკეთებს მათ დასაცავად. და ამჟამად ირანში, რომელიც პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს დრონებით ამარაგებს, რუსეთი არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ გვერდეზის და ოპერაცია Epic Fuel-ზე წუწუნებს. რუსეთს მაინც ყავს დაქირავებული მებრძოლები დალები და ტექნიკა მალიში, მაგრამ ორივე ჩავარდა, როგორც კი ამბოხებულების კოორდინირებულ შეტევას შეეჯახნენ. რუსეთი დამცველია. როგორ შეიძლება აფრიკის რომელიმე ქვეყანა მართლა ირწმუნოს ეს, იმის შემდეგ რაც ბოლო რამდენიმე წელში ნახა. კიდალი გამონაკლისი არ არის. ეს იმ სქემის ნაწილია, სადაც ქაღალდზე არსებული დაცვა ფარდა ეხდება. აფრიკის კორპუსი რამდენიმე მხრივ შეირწყვინა თავი. როგორც უსაფრთხოების ძალამ, ვერ შეძლო მანქანის აფეთქების აღკვეთა, რომელმაც მალის თავდაცვის მინისტრის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდალში მან ვერ იმოქმედა როგორც საბრძოლო ძალამ, რომელსაც შეეძლო მოეგერიებინა ნებისმიერი შეტევა ამბოხებულებისგან, რომლებიც შესაძლოა გაერთიანებულნი იყვნენ. არ აქვთ ის ტიპის აღჭურვილობა, რასაც რუსეთი სთავაზობს. ყველაფერი ეს კიდევ უფრო მძიმდება იმით, რომ რუსეთი მალიში ხუნტას ფარულად არ ეხმარებოდა. მან ეს საჯაროდ დაადასტურა, რაც ნიშნავს, რომ პუტინს აღარ აქვს ის ეგრეთ წოდებული სარწმუნო უარყოფის შესაძლებლობა, რაც ადრე აძლევდა საშუალებას რუსული მარცხები გაემართლებინა. რაც მალიში მოხდა ყველასთვის თვალსაჩინო იყო და ეს მიხავს მესამე პრობლემამდე, რომელსაც ახლა რუსეთი აწყდება. პუტინის აფრიკისადმი ნებისმიერი ამბიცია ახლა განადგურების ზღვარზეა. ალიანსების შექმნა მხოლოდ შენი ძალის დემონსტრირებით მაშინ მუშაობს, როცა ამ ძალის საქმით დამტკიცება შეგიძლია. კიდალის დაკარგვა აჩვენებს, რომ აფრიკის კორპუსს არც ვაგნერის ჯგუფის ძალა აქვს და არც ორგანიზებულობა. ვაგნერმა მაინც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია მალიში, სანამ მისი ლიდერი ევგენი პრიგოჟინი პუტინს აუჯანყდებოდა და შემდეგ მოკლავდნენ. იმ ჯგუფის ფერფლიდან დაბადებული კორპუსი უბრალოდ ვერ ახერხებს რუსული გავლენის გავრცელებას აფრიკაში ისე კარგად. ყველაფერი, რასაც პუტინი აფრიკის კონტინენტზე აკეთებს, ოპორტუნიზმიდან გამომდინარეობს. თუ რუსეთი ხედავს დაყოფას ან არასტაბილურობას, ის ამით სარგებლობს. ასე იძენს გავლენას პუტინი. მაგრამ როგორც საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდი აღნიშნავს, რუსეთს უჭირს უფრო სტაბილური აფრიკული ქვეყნების თავის მხარეს გადმობირება. ამ ქვეყნებიდან ბევრს რუსეთთან ისტორიული კავშირები აქვს, რომელსაც ინარჩუნებენ. მაგრამ მათ თავიანთ ტერიტორიაზე რუსი დაქირავებული მებრძოლები არ მიუღიათ და ისინი ნამდვილად არ წყვეტენ ურთიერთობებს დასავლეთის ან ჩინეთის სხვა პარტნიორებთან, რათა პუტინის დახმარება მიიღონ. პუტინი მალის იყენებდა როგორც გრძელვადიანი გეგმის ნაწილს, რათა რუსეთი აფრიკაში დომინანტურ გარეძალად ექცია და ეს ყველაფერი უბრალოდ კრახით დასრულდა. ყველაზე ძლიერი ქვეყნები მანამდეც არიჩენდნენ სურვილს, რომ რუსეთს დასავლეთისგან გაემიჯნა ისინი. ახლა კი მათი გადაწყვეტილებების სისწორე კიდევ ერთხელ დადასტურდა. პუტინის მცდელობებში, რომ აფრიკაში რუსული გავლენა გაავრცელოს, კიდევ უფრო ბნელი ასპექტიც არსებობს. თებერვლის ბოლოსკენ უკრაინის დაზვერვამ გამოავლინა, რომ რუსეთმა შექმნა თაღლითური სქემების ქსელი, რომელსაც იყენებს აფრიკელი ხალხის მოსაზიდად უკრაინაში ომში საბრძოლველად. ანგარიშის მომენტისთვის უკრაინაში იბრძოდა აფრიკის კონტინენტიდან 1780 მოქალაქე, რომლებიც კონტინენტის 36 ქვეყნიდან იყვნენ. რუსეთმა ეს არაფერს შეეჭმიუტანებელი მებრძოლები შეიტყუა დამაიმედებელი სამუშაოებითა და ვიზებით, თუმცა საბოლოოდ ისინი ფრონტის ხაზზე გაგზავნა. ეს მოტყუება მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ რუსეთს შეუძლია ისეთი ქვეყნების შიგნით შეღწევა, როგორიცაა მალი. დაამატეთ ამ აშკარა თაღლითობას რუსეთის როგორც მცირე ქვეყნების დამცველი სტატუსის დაცემა და მიიღებთ საშიშ რეცეპტს გავლენის განადგურებისთვის. მალი უნდა ყოფილიყო სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა შორეულ ტერიტორიაზე დასავლეთს აჯობა. კიდალის შემდეგ ეს შეიძლება გახდეს კატალიზატორი რუსეთის ბედი აფრიკაში სრულად შემოტრიალდეს. ერთადერთი შესაძლო გზა, რომლითაც ვლადიმერ პუტინი შეძლებს რუსეთის დანაკარგების შეჩერებას, არის მალიში ხუნტის დახმარება, რათა მათ დაძლიონ აჯანყებულთა საფრთხე, რომელსაც ახლა აწვდებიან. მაგრამ როგორ შეძლებს ამას რუსეთი? ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი მალიში ასე სუსტად გამოჩნდა, ის არის, რომ რუსეთს არ შეუძლია გამოყოს ისეთი სამხედრო დახმარება, როგორიც ხუნტას სჭირდება. ვლადიმერ პუტინი ზედმეტად ჩართულია უკრაინის ომში და მას სჭირდება ყველა ჯარისკაცი და ტექნიკა, რაც კი შეუძლია, რომ გააგრძელოს თავისი შეჭრა. რუსეთმა უკვე დაკარგა 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი და 10,000-ობით ერთეული ტექნიკა უკრაინაში. ნებისმიერი ძალა, რომელსაც რუსეთი საზღვარგარეთ აგზავნის, თუნდაც ეს იყოს დაქირავებული ძალა, შეიზღუდება მრავალწლიანი ომის შედეგებით, რომელმაც თავად რუსეთი სერიოზულად დაასუსტა. აფრიკა კორპუსი მალიში სავარაუდოდ ერთადერთია, რასაც ხუნტა მიიღებს და თუ გაერთიანებული ამბოხებულები გააგრძელებენ წარმატებების მიღწევას, შეიძლება სირიის მსგავსი სცენარის განმეორება ვიხილოთ. ეს იწყება სერიოზული დათმით, შემდეგ კი რეჟიმი ინგრევა. საბოლოოდ რუსეთი კიდევ ერთ მოკავშირესა და გავლენის სფეროს კარგავს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს პუტინის მცდელობას, თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გეოპოლიტიკურ ფიგურად წარმოაჩინოს.
და როცა პუტინი უყურებს, როგორ ინგრევა მისი გავლენა, უკრაინამ კიდევ უფრო მეტად დაანძიმა მისი მდგომარეობა. რუსეთის უდიდესი მტერი გავლენის მხრივ მხოლოდ ძლიერდება და ამტკიცებს, რომ ერთიანობა ყოველთვის ძლევს და ოფაზე თამაშს. მაგალითად ავიღოთ უკრაინის ახალი პარტნიორობა იაპონიასთან. რუსეთის სახელმწიფო დუმის წინმდგარმა, რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა ახლახან უპრეცედენტო გაფრთხილება გააკეთა. რევოლუცია მოდის. რუსეთში ახლა 1917 წლის ეკოისმის, რადგან ქვეყანაში რაღაც დიდი ხდება. ეს იყო ის, რასაც პუტინი ყველაზე მეტად ეშინოდა. ხალხი მის წინააღმდეგ დგება, წარსული ცარების აჩრილის აჩრდილები მას დასდევენ და ყველაფერი, რაც პუტინს დარჩენია, არის მცდელობა, რომ აღმავალ ტალღას, რომელიც წალეკვით ემუქრება, შეეწინააღმდეგოს. რევოლუცია მოდის. ეს იყო გენადი ზიუგანოვის გაფრთხილება, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის ვეტერანი ლიდერია, სახელმწიფო დუმის პლენარულ სხდომაზე, რომელიც რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაა. მისი სიტყვები არჩევნებამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება წინასწარ ისმის და კრიტიკით არის გაჯერებული, მიუხედავად იმისა, რომ ზიუგანოვი მოხერხებულად უვლის თანამედროვე რუსეთის პოლიტიკის საფრთხეებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დაუჭიროთ პუტინს, მის სტრატეგიასა და პოლიტიკას, მაგრამ თქვენ მთავრობა არ უსმენთ. განაცხადა ზიუგანოვმა სიტყვებით, რომლებიც ბევრად უფრო მხარდამჭერად ჟღერს პუტინის მიმართ, ვიდრე სინამდვილეში. პუტინი არის მთავრობა, მისი გარემოცვაა ის, ვინც მარცხ ხდება. მოხერხებულად ზიუგანოვი ადებს ბრალს პუტინს, თუმცა ისე იქცევა, თითქოს ეს ყველაფერი პუტინის ბრალი არ იყოს. ეს ასეა და ზიუგანოვმა ეს კიდევ უფრო დაადასტურა მთავრობის მიმართ მეტი კრიტიკით, როცა გააფრთხილა, რომ რევოლუცია ახლოვდება. თუ თქვენ მთავრობა სასწრაფოდ არ მიიღებთ ფინანსურ, ეკონომიკურ და სხვა ზომებს, შემოდგომისთვის 1917 წლის მოვლენების გამეორება გველის. ამის გამეორების უფლება არ გვაქვს. მოდით მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, დაიყვირა ზიუგანოვმა. ეს არის ბრძოლისკენ მოწოდება. ზიუგანოვი არ არის პუტინის ერთიანი რუსეთის პარტიის წევრი, ის ოპოზიციის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ის არბილებს საკუთარ სიტყვებს, რათა თავიდან აიცილოს პუტინის რისხვა, ზიუგანოვის ნათქვამი აქ მარტივია. პუტინის ომით ნაკარნახევი პოლიტიკა არ მუშაობს. ცვლილებაა საჭირო და რევოლუცია მოდის. 1917 წლის ეკოები ნამდვილად დააფრთხობს პუტინს. ის არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ისტორიის მოხმობა, მაშინაც კი როცა წარსულის მოვლენებს ამახინჯებს. მაგრამ თვითონაც კი ვერ უარყოფს იმას, რაც 1917 წელს მოხდა. ეს არის რამ, რისი გამეორებაც არასდროს სურს ნახოს. 1917 წელი იყო რუსული რევოლუციის წელი. სინამდვილეში ორი რევოლუცია მოხდა. პირველმა დაამხო რუსეთის იმპერიული მთავრობა, ხოლო მეორემ ბოლშევიკები მოიყვანა ხელისუფლებაში. ეს რევოლუციები მოხდა იმ ფონზე, როცა რუსეთი პირველ მსოფლიო ომში უზარმაზარ ადამიანურ დანაკარგებს განიცდიდა, რამაც მთელ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია და ბევრს რუსეთში დააფიქრა, საერთოდ რატომ ჩაერთო ქვეყანა ომში. ფრონტზე მასიური მსხვერპლი, ზარდი ეკონომიკური სირთულეები, არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა და ფინანსური თუ პოლიტიკური ელიტისადმი სიძულვილი. ერთად შეიკრიბა და შექმნა ქარიშხალი, რომელმაც რუსეთი სამუდამოდ შეცვალა. აქ ვამარტივებთ, მაგრამ ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს, არა? ზიუგანოვი ხედავს პარალელებს და სწრაფადვე მიუთითა მათზე 15 აპრილს სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის არსებული საზოგადოებრივი წყობა არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს. ჩვენი ოლიგარქიული კაპიტალიზმის გამო სრულ ჩიხში შევდივართ. ისინი აბსურდ ინვესტირება ჩვენს გამარჯვებაში, ჩვენს ბავშვებში, მრავალშვილიან ოჯახებში და ასე შემდეგ. გასულ წელს კიდევ 600,000 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ჩიხში შევდივართ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს საპროცენტო განაკვეთი, ეს პოლიტიკა, ეს დაფინანსება, განაცხადა ზიუგანოვმა თავის გამოსვლაში. კლავაც, პუტინის პირდაპირი კრიტიკა არ ყოფილა. მაგრამ ეს არის პუტინის საზოგადოება, რომელიც ზიუგანოვის მიკროსკოპის ქვეშ გაშიშულდა. ოლიგარქები, კორუფცია, კაპიტალიზმის დამახინჯებული ვერსია, რომელსაც პუტინი მეოთხედი საუკუნეა თავის ნებაზე აყალიბებს, იწვევს ისეთ ეკონომიკურ კოლაფსსა და უკიდურეს ომის დანაკარგებს, როგორიც რუსეთმა 1917 წელს ნახა. ახალი ეპოქის ცარს არ ესმის თავისი ხალხის საჭიროებები, დამალულია სპილოს ძვლის ბუნკერში, აგროვებს მილიარდებს, როცა მისი ქვეყანა იწვის. ვინც კი მართლა ყურადღებას აქცევს, იცის, რომ ზიუგანოვი პროვოცირებას ცდილობს. სინამდვილეში რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ის თავის ცეცხლოვან გამოსვლას წარმოთქვამდა, მოხდა რაღაც, რაც ნათლად აჩვენებდა, რაც ცდილობდა, რაც ცდილობდა მიეღწია რევოლუციის შესახებ საუბრით. ამაზე მალე დავბრუნდებით. ჯერ კი უარყოფა შეუძლებელია, რომ კომუნისტური პარტიის ლიდერის რიტორიკას რუსეთის ეკონომიკაზე საკმაოდ ბევრი საფუძველი აქვს. ზიუგანოვის მოწოდებები პრეზიდენტ პუტინისადმი მეტი მხარდაჭერისკენ სინამდვილეში დაფარული კრიტიკაა იმ მდგომარეობის მიმართ, რომელიც პუტინმა და მისმა უკრაინაში შეჭრამ შექმნა რუსეთში. ადამიანმა, რომელიც რუს ხალხს სტაბილურობას პირდებოდა, 4 წელზე მეტია მხოლოდ ქაოსი მოუტანა. ომის დროინდელი ზრდის შემდეგ 2023 და 2024 წლებში, რომელთაგანაც ბოლო წელს რუსეთმა 4.3%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს ზრდა ნახა, რუსეთის ეკონომიკამ ვარდნა 2025 წელს დაიწყო. MŠP-ს ზრდა მხოლოდ 1% იყო, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა პროგნოზებს. 2026 წელს 0.8%-მდე ვარდნას ელოდნენ, სანამ ნავთობის მოულოდნელმა შემოსავალმა, რომელიც ირანში ოპერაცია ეპიკური რისხვის არაპირდაპირი შედეგია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს პროგნოზის 1.1%-მდე გაზრდა აიძულა.
ეს მაინც არ არის კარგი. ზედაპირის ქვეშ ბევრად მეტი ბზარია. ასევე უამრავი ნიშანია, რომ რუსეთის ეკონომიკა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ზიუგანოვი ამტკიცებს. და კიდევ არის სიკვდილიანობა. ზიუგანოვის თქმით, გასულ წელს კიდევ 600,000 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ბევრი უკრაინაში იქნება, ომში შეწირული, რომელიც უკრაინის თქმით ბოლო 4 წლის განმავლობაში რუსეთს 1,325,000-ზე მეტი დაღუპული და დაჭრილი დაუჯდა. კიდევ ერთხელ პარალელები. ეკონომიკური პრობლემები, მასიური მსხვერპლი ომის გამო, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რასაც რუსეთში ვინმე ელოდა. ეს ისევ 1917-ია და როგორც ჩანს, პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ ეს გამოასწოროს. ეს არის ჩიხი, რომელშიც პუტინმა რუსეთი შეიყვანა. ზიუგანოს სჯერა, რომ იცის რა მოხდება და ამის დასანახად საკმარისია გადავხედოთ მის სიტყვას, რომელიც მან რუსეთის სახელმწიფო დუმაში სკანდალური განცხადებების გაკეთებამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოთქვა. აპრილისაც ზიუგანოვმა უფრო პირდაპირ მიმართვა გააკეთა რუსეთის ამომრჩევლებისადმი, რომლებიც მისი აზრით უნდა გახდნენ იმ რევოლუციის საფუძველი, რომელიც მისი აზრით მალე მოხდება. ამჯერად მან ყველა გააოცა კომენტარებით იმაზე, რა მდგომარეობაშია პუტინის მიერ შექმნილი რუსული საზოგადოება. თუ ხელისუფლება ამომრჩევლებს არ მისცემს შესაძლებლობას სექტემბერში ბიულეტენით გამოასწორო მდგომარეობა, ისინი ქვეყანას დამარცხებისთვის გაწირავენ, განაცხადა ზიუგანოვმა, როცა რუსეთის ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავდა. მაგრამ რეალობა მისი თქმით ისაა, რომ რუსეთს ახლა ორი არჩევანი აქვს: კაპიტალიზმი ომით ან სოციალიზმი სამართლიანობით. ამ კომენტარების პოლიტიკური ასპექტების მიუხედავად ზიუგანოვი ძალიან ნათლად ეუბნება რუსეთის ხალხს, რომ პუტინის მმართველობის ქვეშ რუსეთი არ მუშაობს. კომუნიზმზე დაბრუნება შეიძლება არ იყოს პასუხი. ზიუგანოვს ეს სურს აშკარა მიზეზების გამო, მაგრამ თუ ცვლილება, ნებისმიერი სახის ცვლილება არ მოხდება, მაშინ რუსეთი განძირულია უკრაინაში დამარცხებისთვის და შინ დაშლისთვის. და ზიუგანოვის ყველა გაფრთხილებას, რომ კიდევ მეტი სიმძაფრე შემატოს, კომუნისტმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ თავს იდეალურ მდგომარეობაში აკენებს, რომ გახდეს აშეთეშეს შემდეგი სამიზნე. უკვე მარტში ზიუგანოვმა მიუთითა ამერიკის მიერ ნიკოლას მადუროს ვენესუელაში გადაყენებასა და მის ამჟამინდელ ქმედებებზე ირანში, როგორც რუსეთისთვის გამაფრთხილებელ ნიშნებზე. შემდეგი ჩვენ ვიქნებით. შეხედეთ ტრამპის სტრატეგიას. ჩინეთი პირველია, ჩვენ მეორენი ვართ, ირანი მესამეა, თქვა ზიუგანოვმა სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის სესიაზე და დაამატა. ჩვენ უფრო ცუდად დაგხვევენ ვიდრე იუგოსლავია, ერაყი და ლიბია ერთად. რუსეთი პლანეტის მთავარი საწყობია და სწორედ ამიტომ არის ის მთავარი სამიზნე. ეს საწყობი დასუსტებულია. პუტინი ამის მიზეზია. ახლა აშშ-ისთვის საუკეთესო დროა, რომ მოქმედებაზე გადავიდეს და თუ ასე მოხდება, რევოლუცია დაგვიანებული იქნება, რადგან დანგრეული რუსეთი ვერაფერს გააკეთებს თავის დასაცავად. მისი ეკონომიკა განადგურებულია და ხალხი რეკორდული რაოდენობით იღუპება. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი წარმოუდგენელია. პუტინისა და ყველაფრის რაც მას აუშენებია დაშლა. მაგრამ ეს მხოლოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერის გაფრთხილებები არ არის, რაც აჩვენებს რევოლუციის ნიშნებს, რომელიც შეიძლება ახლოს იყოს. პუტინი თავად ამჟავნებს თავის სისუსტეს, ის გაბრაზებულია და ადანაშაულებს სხვებს ეკონომიკურ კატასტროფაში, რომელიც თავად გამოიწვია. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს სათაურების მიღმა, ასე რომ გამოიწერეთ არხი, თუ გსურთ მოვლენებს წინ უსწრებდეთ. ახლა ზიუგანოვის სიტყვები შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ადამიანის გაბრაზებული გამოსვლა, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს პუტინის წელტინის ძალაუფლების დაკარგვაში. ის ბოლოს და ბოლოს ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ მათი დრო შორსაა შემთხვევითობისგან. ზიუგანოვმა ისარგებლა შესაძლებლობით, რადგან თავად პუტინი ავლენს სისუსტის იმ დონეს, რაც ჩვენ არ გვინახავს უკრაინაში მისი 4 წელზე მეტი ხნის შეჭრის განმავლობაში. 15 აპრილს იმავე დღეს, როდესაც ზიუგანოვმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა სამართლიანად ებრძოლათ, პუტინი დაკავებული იყო რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური ჩინოვნიკების გაკიცხვით. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური შემცირება მიუღებელია, განაცხადა პუტინმა, და საჭიროა რაღაც გაკეთდეს. ოთახში არავინ გაბედავდა პუტინისთვის, ეთქვა, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ყველაფერი, რაც რევოლუციისთვის საფუძველს ქმნის, პირდაპირ შედეგია პუტინის ომების წამოწრებისა. პუტინის ბრალია, რომ რუსეთი ჩათრეულია ომში, რომელიც როგორც ევროკავშირის საგარეო უწყება აცხადებს, ქვეყანას წელიწადში 250 მილიარდი ევრო, ანუ დაახლოებით 293 მილიარდი დოლარი უჯდება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე $1 ტრილიონ მეტი გადაყარა ბრძოლაში, რომლის მოგებამდე მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლია. პუტინის საყდურები თავის მოხელეებს დიდად არაფერს ნიშნავს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უკვე შეანცირა საპროცენტო განაკვეთი 14.5%-მდე, რაც მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, რათა ეკონომიკური ზრდა სესხების 14.5% მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და რუსეთის საბაზო საპროცენტო განაკვეთის მუდმივი შემცირება, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში 21% იყო აჩენს შიშებს, რომ ინფლაციის ახალი ტალღები მოდის. ვლადიმერ პუტინის ილუზია, განზრახ თუ არა რუსეთის ეკონომიკურ ვარდნაში თავისი როლის შესახებ, ასევე გამოაშკარავდა 2025 წლის დეკემბერში. იმ დროს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ეკონომიკის შენელება დაასახელა როგორც ფასი, რომელიც ეკონომიკის ხარისხისა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებისთვის გადაიხადეს. ეს საერთოდ რას ნიშნავს? ეკონომიკის რა ხარისხი? ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს დასაქმების გაყინვა, უზარმაზარი საგარეო ვალი, მონეტარული რეზერვების სრული არარსებობა და აღდგენის გზა იმდენად შევითროვებულია, რომ თითქმის აღარ არსებობს.
და პუტინის რეაქცია რომ გაუწკრეს იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ვერ ეუბნებიან რუსეთის ლიდერს, რომ ისინი იმ მდგომარეობაში არიან, რადგან პუტინმა იქ ჩააყენა ისინი. თავი ქვიშაშია ჩარგული. თუ ზიუგანოვი მართალია, ამ თავს მოაჯრის რევოლუცია, რომელიც უკვე კარსაა მომდგარი. ნამდვილი პრობლემა პუტინისთვის ესაა. შეიძლება ნამდვილად სჯეროდეს, რომ მოკლევადიანი შვება, რომელსაც რუსეთი ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ჰორმუზის სრუტის დახურის შედეგად იღებს, საკმარისი იქნება რუსეთის ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად. ეს შეხედულება მხოლოდ კიდევ უფრო შორს წაიყვანს პუტინს იმ გზაზე, რომ გახდეს რევოლუციური ისტორიის მთავარი ფიგურა, რომელიც რუსეთის ისტორიაში 1917 წლის აჯანყებებთან ერთად შევა. მართალია, რომ რუსეთის ეკონომიკა ოდნავ გაძლიერდება ირანში ომის შედეგად გაზრდილი ნავთობის ფასების გამო. ზუსტად არ ვიცით, რამდენად სარგებლობს რუსეთი ნავთობის ფასების ზრდით. ქვეყანა იყენებს რთულ ნავთობის გადასახადის ფორმულას, რომელსაც ერთთვიანი დაგვიანება აქვს. ამიტომ მარტის ოფიციალური მონაცემები კრემლს ჯერ არ გამოუქვეყნებია. მაგრამ გვაქვს გარკვეული მაჩვენებლები. Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტში რუსეთი ყოველდღიურად დამატებით $150 მილიონ იღებდა ნავთობის გაყიდვებიდან. ვაშინგტონის ინსტიტუტი ამატებს, ირანის ომის შედეგებმა საშუალება მისცა, რომ რუსული ნავთობი გაიყიდოს დაახლოებით ან უფრო მაღალ ფასად, ვიდრე კრემლმა 2026 წლის ბიუჯეტში დაადგინა $49 ბარელზე. მანამდე დასავლეთის სანქციების შედეგად რუსული ნავთობი დაახლოებით $40 იყიდებოდა ბარელზე. ვლადიმირ პუტინმა შეიძლება ეს ყველაფერი იხილოს როგორც გადარჩენის შანსი, რომელიც მეტ დროს აძლევს მას სასოწარკვეთილებაში ეძებოს გამოსავალი ეკონომიკისთვის, რომელიც გეიც გენადი ზიუგანოვის თქმით მოახლოებული რევოლუციის გულშია. მაგრამ სინამდვილეში ნავთობის მოულოდნელი შემოსავალი უბრალოდ დროებით ფარავს პრობლემებს. ეს არც კი არის ისეთი დიდი მოულოდნელი შემოსავალი, როგორც ჩანს. უკრაინამ თავად მიიღო ხელი რუსეთის ნავთობის ექსპორტის დაზიანებას, რათა უზრუნველყოს, რომ პუტინმა ვერ მიიღოს იმდენი სარგებელი ახლო აღმოსავლეთში კრიზისისგან, რამდენიც მას სურს. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ექსპორტზე დათმებმა მარტსა და აპრილში გამოიწვია რუსეთის ნავთობის ექსპორტის მკვეთრი ვარდნა, რაც ანეიტრალებს ნავთობის ფასების ზრდას. მარტში რუსეთის ნედლი ნავთობის გაყიდვები დღეში 300,000 ბარელით შემცირდა, ხოლო გადამუშავებული ნავთობპროდუქტების გაყიდვები 200,000 ბარელით დაეცა. ასე რომ ეხლა უკვე ქაღალდიც კი მოშორდა. ეს კი საშუალებას გვაძლევს გავიხედოთ ბზარებიდან რუსეთის კედელში და დავინახოთ რა ალპება ზედაპირს ქვემოთ, რაც რევოლუციამდე მიგვიყვანს. რუსეთის ეკონომიკის გულში არსებული სტრუქტურული სირთულეები გამომჟღავნდება და ერთ-ერთი ნიშანი, რომელსაც შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება, მოდის ქვეყნის ბიზნესებიდან. აპრილის 21-ში Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული კომპანიები აყოვნებენ თანამშრომლების აყვანას, რადგან მათი სერვისების მოთხოვნა იკლებს. ეს რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებითაა, რომელიც ამბობს, რომ გამოკითხული კომპანიების 64% აცხადებს, რომ 2026 წელს არ გეგმავს თანამშრომელთა რაოდენობის შეცვლას. თანამშრომლების მასობრივი აყვანა შემცირდა და რუსული კომპანიების 14% სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება. საშუალო რუსისთვის კარგი ამბავია ის, რომ წლის ბოლომდე ხელფასები 10-15%-ით გაიზრდება. იფიქრეთ, რას ნიშნავს ეს? დაქირავების შეჩერება ნიშნავს ნაკლებ სამუშაო ადგილებს, რაც გარდაულად გამოიწვევს იმას, რომ კრემლი მეტ ადამიანს სამხედრო სამსახურში შეყვანას შეეცდება. ზარდი ხელფასები არაფერს ნიშნავს უმუშევრებისთვის ან გათავისუფლებულებისთვის, რაც იწვევს უკმაყოფილების ტალღას ჩვეულებრივ რუსებს შორის, იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც მათი ქვეყნის ჩამოშლიუმა ეკონომიკამ, რაც პუტინის ომის შედეგია, ჩააყენა ისინი. კვლავ ხედავთ 1917 წლის ანარეგლს. იცხოვრო სიღარიბეში, თუ წახვიდე და ომში მოკვდე. არც ერთი არ არის კარგი არჩევანი რუსეთის ხალხისთვის და ეკონომიკური ჯაჭვის უფრო მაღალ საფეხურზე განგაშის ზარები რეკავს, რაც გვანიშნებს, რომ რუსეთი რევოლუციის ზვარზეა, რაც ფინანსურ კოლაფსს გამოიწვევს. აპრილის შუა რიცხვებში, რაც ისევ იმავე პერიოდს ემთხვევა, როცა ზიაგანოვმა თავისი ცეცხლოვანი სიტყვა წარმოთქვა. Fortune-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი რუსეთის რეზერვებზე მიუთითებს და პუტინს ყვირილით სთხოვს ყურადღების მიქცევას. აპრილში ერთ-ერთ ბიზნეს კონფერენციაზე გამოსვლისას რეშეტნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს მუშახელის დეფიციტთან და ხელფასების დასდასთან გამკლავება იმის გამო შეეძლო, რომ მას დიდი რეზერვები ჰქონდა, რომელსაც საკუთარი ბიზნესების მხარდასაჭერად იყენებდა. ჩვენი ამჟამინდელი მონაცემებით, ეს რეზერვები ძირები ძირითადად უკვე ამოწურულია. ასეა რეალურად და მაკროეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უფრო რთულია. პირდაპირ განუცხადა რეშეტნიკოვმა კონფერენციის მონაწილეებს. ომზე მრავალწლიანი ხარჯვის შემდეგ ეს რეზერვები გამოილია. ამიტომ რუსულ კომპანიებს ვერ არ დაეხმარებიან და ვეღარ მიიღებენ დახმარებას. ისინი ახლა მარტო დარჩნენ. სწორედ ამიტომ ხედავთ დასაქმების შეჩერებას. და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან რეზერვების შემცირება ნიშნავს, რომ პუტინი დაიწყებს სხვა წყაროების ძებნას ფულის მოსაპოვებლად, რათა გააგრძელოს თავისი შეჭრა. მეტი გადასახადი, კიდევ უფრო მეტი ფულის ამოღება სოციალური მომსახურებიდან. რუსეთის მოსახლეობა უყურებს, როგორ სუსტდება მათი საზოგადოება ომის დასაფინანსებლად, რომელიც ყოველწლიურად 100,000-ობით მათს მოქალაქეს კლავს. დაამატეთ კიდევ ერთი ინგრედიენტი რევოლუციის ქვაბში. რუსეთის ვალის მდგომარეობაც არ არის უკეთესი. თებერვალში რუსეთის საგარეო ვალმა თითქმის $62 მილიარდ მიაღწია, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით. ეს არის 20 წლიანი მაქსიმუმი. ბოლოს, როდესაც რუსეთის საგარეო ვალი $60 მილიარდ გადააჯარბა, ეს იყო ჯერ კიდევ 2006 წლის იანვარში.
თუ სახელმწიფო და კერძო საგარეო ვალს შევაერთებთ, ციფრები კიდევ უფრო უარესდება. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით 2025 წელს ვალი 10.4%-ით გაიზრდება და ჯამში 319.8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. პუტინი ცდილობს ეს ნაკლებად საგანგაშოდ წარმოაჩინოს. პუტინის თქმით, რუსეთის სახელმწიფო ვალი MSSP-ის 17.7% ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, მაგრამ ისევ ეს მხოლოდ ქაღალდზეა ასე. ვალის ზრდა ხდება მას შემდეგ, რაც რეზერვები იწურება და რუსული კომპანიები უარს ამბობენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ეს ყველაფერი იწვევს იმ უკმაყოფილებას, რის გამოც ზიუგანოვმა 1917 წელი გაიხსენა. რაც შეეხება პუტინს, ის ვეღარ შეძლებს დიდხანს დამალვას ამ უკმაყოფილებისგან. მისი რეიტინგი მკვეთრად ეცემა. 24 აპრილს Sky News-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პუტინის რეიტინგი უკვე მე-7 კვირაა ზედიზედ ეცემა. მარტის დასაწყისში რეიტინგი 73.3% იყო. ახლა კი ის სწრაფად ეცემა. ბოლო მონაცემებით რეიტინგი 65.6%-ია და დიდი ალბათობით ეს პროცენტი კიდევ უფრო დაიკლებს. პუტინისთვის კიდევ უფრო დამანგრეველია ის ფაქტი, რომ ეს არის მისი ყველაზე დაბალი რეიტინგი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ. ამ რიცხვებს კიდევ ერთი ნიუანსი აქვს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გულწრფელი იქნება საშუალო რუსი თავისი ავტორიტარული ლიდერის შესახებ, რომელსაც ჩვევა აქვს დასაჯოს ყველა, ვინც მის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს? ის ფაქტი, რომ რეიტინგი 65.6%-მდე დაეცა, მიუთითებს იმაზე, რომ 4 წლიანი ომის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ხდება საკმარისად მამაცი, რომ პუტინს უთხრას რას გრძნობს. მაგრამ რამდენი კიდევ ამბობს, რომ უჭერს მხარს, სინამდვილეში ასე რომ არ ფიქრობს. 4 წლიანი მინიმუმი, რომელიც დაფიქსირდა, უკვე საკმარისად ცუდია. ეს აჩვენებს, რომ ის პატრიოტული აღტაცება, რომელსაც პუტინი დაეყრდნო ომის დაწყებისას, უკვე ამოწურულია. თუმცა ამ რიცხვების უკან რეალური ამბავი ისაა, რომ მხარდაჭერა ალბათ ბევრად უფრო დაბალია. უბრალოდ ბევრი რუსი შიშობს თქვას, რას გრძნობს სინამდვილეში. ამიტომ ვუბრუნდებით ზიუგანოვის კომენტარებს და ვხედავთ, რომ 1917 წლის სტილის რევოლუციის რეცეპტის ყველა ინგრედიენტი თავის ადგილს იკავებს. თითქოს დაუსრულებელი ომი, რომელიც მასშტაბურ მსხვერპლს იწვევს. ეკონომიკური პრობლემები სულ უფრო მძიმდება და აღდგენის არანაირი ნიშანი არ ჩანს. რეიტინგები ეცემა მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ცდილობს უკმაყოფილების ყველა წყარო ჩაახშოს. რუსეთში რაღაც გროვდება. ზიუგანოვიც ამას იცის. ამას ბევრი რუსი ადამიანიც გრძნობს. და რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს რეალობისთვის თვალისარიდებას, პუტინიც ამას იცის. ბრალის გადატანასაც აქვს საზღვარი, სანამ პუტინის ქმედებები მასვე არ დაუბრუნდება. რამდენი დრო დარჩა პუტინს, როცა უკვე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურებიც კი ეუბნებიან, რომ მის მიერ შექმნილი საზოგადოება კრახს განიცდის. ნავთობის დროებითი დახმარება, რომელიც ახლა უკრაინა რაღაც მასშტაბურს აკეთებს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და ნავთობის ფასების დასაწევად. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ნახვით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უახლესი ანაზი ანალიზი პუტინის ღვევადი ძალაუფლების შესახებ. მადლობა ყურებისთვის.